ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად. მთელი ჩვენი პრობლემა ეს არის ბალანსი. ერთი მხრივ გაიქცე ამ შიშებს, იმიტომ შედი ბუნება მაინც ეს ღვთის ხატება, აი წმენა არის სფერო. წამს ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია, ეს ღმერთმა დატოვა. იმიტომ თუ ეს არჩევანი ადამიანს არ იქნებოდა, ის იქნებოდა დეტერმინირებული დატორილი ტოვებს პატარა რაღაცა წერტილს ღმერთი, სადაც ადამიანი თავის თავს თვითონ ქმნის. ჭარბი სიყვარულისგან გადმოღვარა თავის თავი, რომ ის სიყვარული ნეტარება, რაც მას აქვს, სხვა სასქოვრო და ყოფილიყო სხვა მეც. ვაგრძელებ საუბრებს მამა გურამთან. დღესაც საინტერესო საუბარი გვექნება. მამა გურამ, ეგეთი კითხვა მაქვს შენდა. ბავშვობიდან ხშირად ხა დედა ჩემი ამბობდა ღმერთი დაგჟის. და მე არ მგონია რომ ერთადერთი ვარ, ვინც ბავშვობიდან ესეთი პროგრამირების ქვეშ. და ჩამოყალიბდა ეგეთი წარმოდგენა, რომ ღმერთი დამჟის, მეშინია რომ დამსაჯოს. ანუ შიში მაქვს, ხო? ღმერთი დამჟის და დამჟელი ღმერთის ესეთი წარმოდგენა. რომელიც არ მგონია ხა რომელიმე მშობლისთვის ან დედისთვის ეს გააზრებული ქონდათ რამდენად დიდი წონა შეიძლება ქონდეს ესეთი სიტყვებს დედისგან. და საბოლოო ჯამში შეიძლება წარმოგიშვას ესეთი წარმოდგენა, რომ დამჟელი არის და დამჟის რა, ანუ მე მეშინია ღმერთის. მე სადღაც მოვისმინე, ამაგურამ ეგეთი ინტერვიუში იყო კითხვა ეგეთი, რომ შენო წამსო ღმერთისო და პასუხი იყო, ესე გაეცინა, აღარ მახსოვს ვიღაც ცნობილებისგან. მე მისი მეშინია. და რაღაც დამიკავშირდა ეს სიტყვები, რომელიც ბავშვობიდან მისმოდა. ხო და როგორ გამოვიდე აქ? ხო რა, როგორც შენ თქვი, ეს საკითხი ბევრსაწუხებს და ბევრი ვარ დაბდასმული. და სწორედ აქედან არის გამოთქვა, რომ ადამიანმა კი არ შექმნა ღმერთიო თავის ხატად, პირიქით, ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად. აი ძირითადად და სადღაც სწორიც არის, აი ძირითადად რაც შექმნილია მოდელები, წარმოდგენათა სისტემები იმ ღმერთზე, უმრავლესობა არის ისევ ადამიანური რაღაც კულტურის ეპოქით დაღდასმული რაღაც მომენტში, რომელიც გარეთაა გატანილი. აი ბავშვად სასტიკი ღმერთის მამა როგორი წავდა გარემოა, თავრობა, რა ვიცი, რაღაც ეს ძალიან აზერილი ერთმანეთში. არ არის ადვილი ამის აი გასვლა, ამიტომ არის ეს ბიბლია გვასწავლის და მოძღვრება ჩვენს, რომ ღმერთზე წარმოდგენები ზგანო და თავი შეიკავა. და ესეთი ხო, არ უნდა მისცე ფანტაზიებს თავი. თორემ ისეთი მასში ჩავარდები. მაშინ რა უნდა შეიძლება ადამიანი ვარ, ხო, მე რაღაც ხომ და ვიცოდე ღმერთი. ახლა ეს ბავშვობაზე რო ვთქია, სადღაც გამარტებულია ასაკში, როდესაც ბავშვს გაცნობიერება ამდენი არ არის სამყაროს მიმართ, აი ეს მშობლები რო ზდიან აიმით რაღაცით რა საჯერებით, იმიტომ რომ დაიცვან ბავშვი რაღაცეებისგან, იმიტომ რომ ბავშვი არ აქვს დამცავი ის სული სამყაროდან მოდის, სადაც ღიაობა, მიმღებლობა, თვითნებობა, იმიტომ არის ბავშვი აი მან არც ის გარჩევა აქვს. ისიც კი არ ახსოვს სულს და გარკვეული დრო ჭირდება, რომ მატერიაში ჩამოეშვას. ეს პრობლემაა. და მისთვის გონს მოვიდეს სად არის ის საერთოდ და რა უნდა აკეთოს საქმე სიზმრებში ისევ მხილვებში. და ამიტომ აქ უკვე სამყარო შემოდის მას უკვე პირველ ეტაპზე ესეთი იმებით აკრძალვებით და შიშებით რაღაც ბუა წაგიღებს და აი მაგალითად ბავშვობა მახსენდება.
ჩვენ სახლის წინ იყო მიტოვებული ესო. სახლი იყო ძველი ნაგები, რაღაცა გადასახდა ეთყობა იქიდან და ბუნებრივია იქ ახლა ეკალბარდები რაღაცები ხო დაუმუშავებელი რომ არის გველები არიან, რაღაცა ეკელები, რაღაცეების საში და იქ ბავშვი თუ შევა, ბუნებრივია რომ საშიშია ბავშვი, ამიტომ რით დაგვიცვანა ხა მშობლებმა, რა თქვა? რომ ის ჩვენ არ შევიდეთ. ყველა საუკეთესო საშუალება იგო ცხოვრობსო მაკი. აუ ეს მაკი ჩვენ წარმოდგენაში თესლიანი არსება რაღაცა მოხუცი თუ რა ბაბა იაგასავით საშინელება ბავშვი ხო იცი რომ იჯერებს სიტყვას რომ გეტყვიან ის ერთ-ერთზეა ესეა მანდ ორი ალტერნატივა ჩემ წარმოდგენაში მე მყავდა ეს როგორი იყო ეს მაგი და მილიონი პროცენტი გჯეროდა რომ ის იქ არის აი ესე როგორც მივახლოვდით იმ სახს შორიდან ვუვლიდით გვერდს არა თუ ვინ გაბედავდა იქ შესვლას მორჩა მიზანი მიღწეულია მაგრამ ეს თუ ძალიან გახშირდა ესეთი აგზარბებით შექმნილი რაღაცეები შეიძლება ერთს გამოვიდეთ იქიდან და ჩავრჩეთ იქ მეორე კუდროსებში გადავიდეთ ამიტომ არის რომ მთელი ჩვენი პრობლემა ეს არის ბალანსი ერთი მხრივ გაიქცე ამ შიშებს იმიტომ შენი ბუნება მაინც ეს ღვთის ხატება იქ რომელსაც ის არა აკრძალვა ის თავის სინათლის შვილია და მისთვის დამცირება, მორჩილება, ნაკლებობა ზოგადად წაგება, შეზღუდვა, ყველაფერი ეს არის მისთვის ძალიან ძნელი და მთელი დისციპლინა ჭირდება რომ ეს გზა გაიარო. უფრო ადვილი ეს არის, მაგრამ მე ხდება ხომ მანას. რომ აქ მოვიდა რომ აქ ზუსტად აქ დაენერგოს ამისთვის აი როგორც აი ეს არის ებრაული მაშინ რო არის აი წინვალი და არის მათ ეს ხესედი და კურა ანუ ეს ხესედი არის ადამიანის პირველი ბუნება ა ა ブラ ამი არის ამის სიმბოლო გაცემა საერთოდ არ უყურებს არაფერს ვის ჭირდება თუ არ ჭირდება რავე მთლიანი ღიაობა სიყვარული თავგანწირვა და აი სულ ესეთი აი როგორც აი მოდიდებული მასავით მიც თავის მიც აი მეორე გურა არის ეს უკვე თავშეკავება სიმამაცე მოზგუდვა რაღაცა ვიდრე მაშვრება რა ანელებ ამას ცოტა ესე აი ვიღაცას რომ აძლევ რაღაცას ეს ხესედი ყველაფერს გადააყრის ან მე რომ მასწავლებელი ვარ მასწავლი ბავშვს რომ ყველაფერი მივაყარო მაგრამ ეს მეორე ნაწილი მეუბნება რომ იმას დაიტევს ამდენობ მიეცი თუნდაც ცოდნა თუნდაც ფული ეს შეიძლება ამას გააფუჭებს ამას ვერც გამოიყენებს ისევ გამომდინარე იმიდან რა ქვია სიყვარულიდან ვანელებ ამას ამ დოზას ცოტათი ბუჭე და აი მაშინ მესამე რა გამოდის აი ეს ტიფერეტ ანუ ჰარმონია სილამაზე მე სიყვარული ანუ მე მოქმედებ ჩემგან კი არა მე რო ასე მინდა მარტო და მინდა და ეს ჩემი სიამოვნება რო გაცემა მაგრამ იმაზე ვფიქრობ უკვე იმას რა მოუტანს და ვზღუდავ რაღაცნაირად და შეზღუდვით და ამით გაცემით ვიღებ ჰარმონიას აი ეგ არის ადამიანის მიღწევა თავი ანუ რას ვამბობ იცი ეს შიში და ამ წუთისობაში გაუცნობიერებლობაში ვარ თან მუდმივად ვარ და მორმაგობაში ამ ორი ერთი მხრივ ადამიანი მიწა მატერიისგან არის აღებული თიხა წარმავალობა შიში დაუცველობა მიტოვებულობა ქაოსი აი მეორე მხრივ ღვთის ნათელი არის მოუკლებლად მაშინ იმან იცის ეს მაგრამ ახლა რა უყურს არის ეს მთელი სამყაროს ისტორია არის მორმაგობაში ჭიდილი აი ერთხან ერთი წამოიწევს რომ მაშვრება ძალიან ზეცაშია ასე რომ ვთქვათ და უჭერს მიწაზე ჩამოშვება იმიტომ რომ ეს ხსოვნა ძლიერია აი პოეტები აი რატო არის ცხოვრებას ვერ აწესრიგა ხელოვანი ხალხი ბალანსის დაჭერა უჭერდი ისე ჭარბა დააგეს ნათელი ხა გალაქტიონი რო ავიღო რატო სვამდა ღვინოს თუ ღვინო რას აკეთებს ღვინოს ხელოვნურად ყოველ შემთხვევაში ხელოვნურად იმას გახსენებს და იმ სამყაროს რომელიდან შეჩამოეშვია ამას უჭერს აქ დაშვება და იქ არის ჭარბა და ხა 16 წლის გალაქტიონი რო წერს მე დაღამეს მხოლოდ ღამე უძილობის დროს სარკმელში მოკამკამე მიცის ჩემი საიდუმლო ყველა იცის თეთრმა ხამემ იცის როგორ დავჭი დობლად თავი როგორ ვევნე და ვეწამე ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე მე დაღამე ამას რომელი გალაქტიონი ამბობს 1800 რომელიღაცა წელს დაბადება ხორცის მასა დიქ ჭყვიში რო ცხოვრობდა ბიჭი ტექსტი რაღაცა არაფერი
თუ ის დიდი ვიღაც რა საიდან 16 წლის ადამიანი ამხელა მხოლოდ ღამებდა საიდუმლო და დიდი ხრი და საიდუმლოს მე ღმადგულში და რა საიდუმლო აი ეს არის სულ რომელსაც ჯერ სახელში არ შემოსულა არადა უნდა შემოვიდეს მაგრამ უჭერს ტერენტი იგივე საკეთებ აწყდება ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები და უკან მუდამ თანდავზე საშენ მოწყენა მე დასაწყისიდან ქვეყნერების დასაწყისიდან მოვდიოდი რათა მეხილა მზე და ნათელი მოვედი ადრე ჩარჩენილი ვარ ბავშვით ამ ცოდვილი მიწაზე რომ და ვერ ამოვდივარ აქედან მე მიმართავ თელ სამყაროს მე მჯერა სიცოცხლის სიკვდილის იქით და ასე რა არის რომელი ტერენტია კვირკველია რომელიც იქ დაიბადა ხორცის მასა ეს საერთოდ ვინ ლაპარაკობს ეს უკვე ტერენტი არ არის ეს ის ერთი სულია რომელიც ამ სხეულებში შემოდის და რა ქნას არის ეს ბალანსი არა აქვს მეწეული აი ქრისტეშია ბალანსი მეწეული სული კაცი სული ღმერთი ჯვარი 50-50 დაიტია და გამოუშვა თავისი სული აი ეს ღმერთკაცობრივი რომ ამ ღმერთკაცობრივმა სულმა რომელთა ჩვენ მოვინათლეთ წმენით მივიღეთ წმენა ეგ არის წმენა არ არის რაღაც ინტელექტუალური დადასტურება დღეს ესე მიღებულია რომ ვიღაცები აღიარებენ ღმერთი არის და რა ახნას ახლა ღმერთმა რომ მადლობა გადაუხადოს იქიდან რომ თქვენ აღიარეთ მე ნობელის პრემიის ლაურეატებმა ექიმებმა პროფესორებმა ფიზიკოსებმა აუ რაინებეს პატივი დასდეს და აღიარეს და ღმერთი გახარებულია რა შუაში ეგ საერთოდ არა კავშირი წმენა ერთადერთი სფერო ადამიანში სადაც ადამიანი ფორმირდება ეს ჩემი ტერიტორია ვერან ვერ შემოდის კაცი შვილი ვერასოდეს ვერ გაიგებს ვერც ერთი მეცნი რატო წამს რატო არ წამს ახლა ზოგი ამბობს რომ წმენა იყო და უშუალოდ დღესაც ამბობენ რომ ეს იყო ჩამორჩენილობის შედეგი როცა ადამიანმა მატერია არ იცოდა ათვისებული დაიგრუხუნებდა და ედგონა ეტლი დადის და კარგი ბავშვური მე-18 საუკუნის ისინი ახლაც მუშაობს ეგ ახლა Facebook-ში და TikTok-ში შეო ვიღაცა გამოდის და ახლა არანაირი ღმერთი არ არის და კი ბატონო მაგრამ აი ხა კითხვა დავსვათ ნახე რა საკეთებს ღმერთი დაუშვათ რაღაც მეცნიერულ აღმოჩენას რო გააკეთე იმის მერე ხო დავა ხო აბსურდია ახლა როგორ შეიძლება კვანტური ფიზიკის აღმოჩენებს სულელი უნდა იყოს ასე არ ხდება ღმერთი რო ასე მტკიცებულებადი იყოს რომ ყველა გაჩერდა და იძულებული იყოს მიიღოს მაშინ მე ვინ გამოვდება სადმე როგორ შემიყვარდება ასეთი მე ბუნების კანონი შეიყვარდება კანონი რომელიც იმეობა რა კარგია კანონი არა მშვენიერი კანონია რა გინდა გაზაფხულზე ზემოდი რატო არ გიყვარს ვიქტორ მექანიკა მე აქ ჩართულ პიროვნება სადა აი წმენა არის სფერო წამს ეს ხოლოდ ადამიანს შეუძლია ეს ღმერთმა დატოვა იქ რომ მის არჩევანი დაუტოვა იმიტომ თუ ეს არჩევანი ადამიანს არ იქნებოდა ის იქნებოდა დეტერმინირებული დატორილი ღმერთის ჭარბთან დასრების როგორც ბუნების კანონები და ვერ გაიქცეოდა ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი მე რომ ვკითხო ამას დიდი ჯოჯოხეთი ადამიანს არ იქნება ჯობდა რომ აი არჩევანი რომ მქონოდა მე ახლა სანამ მე შემფრიდენ აი ორნაირ არჩევანით ან ისეთი სიცხადე იქნებოდა ღმერთის არსებობის რომ საერთოდ არაფერი არ დამჭირდება კითხვის დასმაც კი როგორც ზერო ამოდის ეს ო ჩვეულებრივად ან და საერთოდ არ ყოფილიყო არაფერი აი დაუშვათ არც აი ღმერთის გაგებაც კი დაუშვათ შეიძლება მეორე ამერჩი ამაზე ეს საშინელება რომ უყურებ და ვერაფერს ვერ აღარ მინდა ეგეთი მაიძულებს ეს ყველაფერი ამიტომ ტოვებს პატარა რაღაცა წერტილს ღმერთი სადაც ადამიანი თავის თავს თვითონ ქმნის მატერიით გადაფარა მაგრამ ამ მატერიას ჩადო ამას სულიერ გენს ეძახია ეს რეჟიმი რომელიც უნდა გაიფურთოს აი პოტენციით მქმნის შესაძლებლობით ქმნის რომელშიც არის ჩადებული პოტენცია რომ მე თუ ამას განვავითარებ მე და უახლოვდება ეგნებაც მე მომცა რომ მე გადავწყვიტო რომ განვითარდეს თუ არა აი ესე ჩადებული იმიტომ რომ მე თვითონ მისი მოსურვება ვარ მისი ნაწილი ვარ მისგან გამოზიდული ვარ თუ ცალკე კი არა ვარ მე ანუ მისი კვერცხი ვარ შესაძლებლობა როგორ გითხრა ნაწილაკი ვარ რომელიც თლიანად ეს ჩემი ნაწილი თლიანად მოიცავს იმას ოღონდ დაკრისტალებულად დავიწყებულად ესე რომ ვთქვა მე უნდა გავიხსენო ჩემი თავი აქვს მეტი არაფერი მე ვხვდები ის ოღონდ გახსენებით აი ეს არის წმენის ჩემში მოცემულობა ეს არის რომ მე არ მასვენ ეს არის რომ მე გადამალახინებს ყველა საზღვარს ან ბარათაშვილი რომ ამბობ გადამატარე ბედის სამზღვარი თუ ახამონდე არ ემონა მას არც აწემონა შენი მხედარი ანუ ბედის საზღვარი ძირა ვიღაცა ვის არის ვინ არის ამას ვინ ამბობს ტატო რომელი ტატო 1800 რომელიღაც წელს დაბადებული თუ იგივე სული ისევ ტატოს სხეული ტატო მდგომარეობა ამ შემთხვევაში იგივე მდგომარეობა ამ შემთხვევაში საშა კაცმანი მაგურამი მდგომარეობებია ეს იმ ერთი რომელიც ამ გაურკვევლობაში მოდის თავის თავი გაიგოს მრავალგვარობიდან ადის
ერთგვაროვნებაში, ერთგვაროვნებაში ქრისტე უკვე პასუხია, მაგრამ პასუხი მე ვერ გადავიწერ, მე უნდა ამოვხსნა. ამოვხსნა უკვე ჯვარია. შესაბამისად, ჩემი მდგომარეობები ადამიანები სხეულებში რო არიან, ეს არის მე ერთის თავის თვითგამორკვევის ინკუბაციები, მდგომარეობები, აი როგორც რაღაცა კითხვა რომ მოგცემ შენ, რაღაცა უცბად უამრავი აზრი მოდი და იქ აი რასად როდის კითხვა და რომ იწება ეს ჟრიამული და ბოლოს ბადებენ რაღაცა და აი ეს წუთი სოფელი ეს არის ჭინთვები ერთგვარი ეს არის კითხვიდან პასუხის დაბადების აი ეს ციგნი მოვიდა გზა კითხვიდან პასუხამდე გზა არის ეს გზაც პროცესია კითხვა არის ჩემი დაჩრდილული მდგომარეობა ნაწილობრივ გადაფარო რომელშიც პოტენციაში დევს პასუხი მარცვალში დევს საზამთრო მაგრამ შეიძლება იდოს მთელი საუკუნე და ვერც ვერაფერი ვერ მოხდეს მაგრამ თუ სწორ მდგომარეობაში ჩააგდებ მიწას სწორ დროს სწორი აგროტექნიკით მაშინ შემიიღებ 20 კილოს საზამთრო. სად იყო ეს საზამთრო? მიწა ცალკე ბლანტი, შავი, უგემური ჭამე, აბა მიდი მიწა და საზამთრო შეაზილე ერთმანეთს საზამთროს მარცვალი და მიწა და შეჭამე. იქნება საზამთროს გემო. ამ დრო დათესავ და რამდენიმე თვეში იღებ წითელ ტკბილ ხრაშონდავის მარცვალი შიგნით აქ თანაც. ეს საიდან გაშა რა გინდა ამაზე მეტი მაგია შეიძლება იყოს? და ეს ჩვენ არ გვიყვარს, კაცო ეს ბუნების კანონი არის. ეს როგორ ბუნების როგორც გაოცებას დაკარგავ ჩვენ დამთავრდა ყველაფერი. ანუ ეს ისევ კომიტეტი აი რა არის აი შენ რო ამბობ ეს უხილავი ის არის თვითონ ის უხილავი რომელსაც უნდა რომ მის გარეთ თავი გაიტანა რომ მან შეიცნოს ეს და ამით გაახაროს ის და გაიხაროს თვითონაც ეს საიდუმლო ახლა ეს არის მაქსიმუმ რაც შეიძლება ჩვენ ამაზე ამ ეტაპს აქედან ვილაპარაკოთ დანარჩენს აზრი არ აქვს ნუ და რა გითხრა მაგრამ დაუშვათ ნუ ეხლა ვიღაცას ისეთი ზედ ოჯახში გაიზარდა სადაც რწმენა ცხოვრების წესი რაღაცები მოცემულობა იყო ადამიანის და იქიდან რაღაცნაირად ერგო თითქოს ნიადაგიდან წამოიღო რა ხო შეიძლება ეგეთი მაგალითების მრავალია მაგრამ ზოგი გაიზარდა ესეთ მერტის გეშინოდეს კონტექსტში ისე მაგას უბრუნდები და რწმენის საკითხს მინდა და დაუბრუნო მე როგორც უყურებ რა ჩემთვის მე როგორც უყურებ რწმენას რომ ჩემთვის ყველაფერი რასაც ვერ ვეხები ვერ ვხედავ ვერ აღვიქვალ ანუ მატერიალურად ვერ ვეხები ამას რამავე დროს მაქვს შინაგანი რწმენა რომ ის არსებობს ანუ ვერ ვხედავ ანუ ვერ ვეხები ანუ ვერ ვამოწმე ვერ წონი ვერ ზომავ მაგრამ ამავე დროს არსებობს რაღაცა შიგნით ჩემში რომელიც მარწმუნებს თუ მიჩენს ამ რწმენას ანუ თვითონ ეს რწმენა არ არის რაღაცა წერტილებზე ეს დასაყრდნობ ფიზიკური სამყაროს დასაყრდნობ წერტილებზე რაღაცა სხვაზე არის და მე მაქვს რწმენა დადასტურების გარეშე თითქოს ეს ორი რაღაცა არის ხო რაღაცნაირად არის მესმის იგავ აი ეს იყო ეს გამახსენდა ხა კასპაროვი კასპაროვი ამბობდა რომ ეს სლამიდა გავაკეთო აი პირველი სვლა უпроსორად სლამიდა ხო უცბად მოდისო ინტუიცია მოდის რომელიც სვლა უნდა გავაკეთო მაგრამ არ ვენდობიო ბუნებრივად იმიტომ რომ ძალიან უცბად მაგრამ რა ვიცი მე იქნება და მე უტრიალებ ამაში ვკარგავ წუთებს და ბოლოს მოვიდარ იქამდე რომ ეს პირველად მოვიდა ეს ვის მე ამტკიცებს იმას რა თავში მოვიდა ვერ გაბედა რწმენას სიტყვა ძალიან ბერძნული სიტყვა არის კრედო აქედან არის რომ წამს შენი კრედო რა არის ანუ წამს აქედან არის სიტყვა კრედიტი რატო საინტერესო პროფესიასთან ახლოს არის ანუ კრედო კრედიტი რა არის კრედიტი გენდობი როგორ ნდობა რა არის გენდობენ წინ წაგდება და მე დამტკიცება ეგრე სად არის მე შენ კი გამოგიყავ კრედიტი მე პასუხს მოგთხოვ ეს კრედიტი რა გააკეთე აბა დახარჯე რაც შენ მე მოცემულობაში კრედიტი რის გამოც მომეცი და რომ შემიდგინე აქ რომ ბიზნეს გეგმა და ამდენი გამომიყავიო ხო გამოგიყავი
მაგრამ ის შეგამოდა, რაში დახარჯე? ზუსტად ეს არის წინასწარ აი იმის მიცემა, პაროლის მიცემა ერთგვარი. რაღაცა ესე მაგრამ მაგაც იქ უნდა ფეხით დადგა უკვე. ანუ ეს არის ინტუიცია, რომელშიც მოცემულია წინასწარ ყველაფერი მტკიცებულების გარეშე. ამას მეცნიერებიც ამბობენ. ამას აინშტაინიც იგივეს ამბობს, სხვაებიც, რომ მათ ეძლებათ ეს გამოცხადებათ, უცბად განათებათ ყველაფერი და მერე შედიან იქ აი მაგალითად აინშტაინი ამბობს, რომ ისაო პირველად აი რომელია და გონება ინტუიცია ეს არისო პირველიო რა და ხოლო გონებაო მისი მორჩილი მსახური არისო უკვე ის ანუ ჯერ ხდება გაელვება და მერე შენ იმაში ფეს მერე დგამ შენ თუნდაც მეცნიერულად ანუ წვენარი რომელიც კრედიტა და ანუ ფეხი არ გიდგას მაგრამ კრედიტი რა არის ძალა შესაძლებლობა რომ თუ სწორად დახარჯავ ამას შენ ის მიიღებ იმას რისთვისაც კრედიტი გამოგეყოს ანუ ის რა დაგანახა იმან წვენა განათდა დავინახე დაიკეტა ახლა მიდი და ფეხი დადგი იქ იმიტომ ეს თუ არ დაინახავდი შენ წინ ვერ წახვიდოდე ყოველთვის წინ უსწრებს ანუ თლიანის გაელვება ასე რომ თქვა და ეს გაელვება რა არის რატომ მოგეწონა ის რომ ნანახი შენ არ გქონდეს რატომ მოვიდა მაშინ დააყოფილა კიდე დავამატოთ ერთი დანახვა კი არა გახსენება ყოფილა შენ შინაგანს გაახსენდა შენ ისევ იქ მიდიხარ საიდანაც მოწყდი ოღონ შენ ეს არის იმიტომ ცნობიერე გამოგიმუშავდა ამ დედამიწას ფეხი მოიკიდა ეს მოვიდა მეორე ის გადაფარა ახლა ეს გონია რეალობა მაგრამ ამით საწახვალი იმას შიგადაში ესეთი აი როგორც ბავშვობაში გასულს სწავს რომ ხუჭავდი და აბა სადა ვარ თბილა ცხელა ცივა და ტაშრო უკრავოქე და იქით წახვარ ის იქით ასე რომ ეს რაღაცა ის ქებათაკებაშია გენიალურად რა რომ შეყარებული ორი შეყარებული სიდით არის გამოხატული ეს ყველაფერი რომ ისო ბორცვებზე მორბისო იმალება ცხაურებს შორის ჩდებაო შიგადაში გამოკრთება და მიხებება ამას აი ანუ გამოგიტყუებს სახლიდან ესე რომ თქვა და ის თუ აი პეპელას ბავშვობაში როგორ ვიჭერდით პეპელა რა უხერი რა მაიმუნია მაგას თამაში უნდა შენთან შენ პატარა ბავშვი რო ხარ დაგიჯდება აგერ პეპელა და ბავშვს გონია ხა მივა დავიჭერო ნუ რა ის აბა მივა და შორტ კი არ წავა შორტს რო წავიდეს დედა არ გაუშვებ და პეპელა მოიწყე და დაუჯდება აგერ გვერდზე ახლა ამ ბავშვს გონია აგერ ახლოს არის მერე იქედა და აი ესე გიტყუებს ნელ-ნელა აი დაახლოებით წმენა არის ღრიჭოები და გამოკრთობა მარადისობის ნათელის რომელიც გახსენებს დიდი გახსენებს იმიტომ შენ ხო მისი შვილი ხარ წმენა არის ის ნათელი რომელიც დარჩა და სულ აქ არის არსად არ წასულა შენ გაიკეთე გარსი და შენ გეგონა რომ ის უკვე შორს არის ის ყოველთვის აქ არის თანდასრება უფლის სავსე აი ეს მდგომარეობაზე ეს წერტილი ეს სტუდიაც ახლა მოუკლებლად არის აქ ნათელი მოუკლებლად მაგრამ ჩვენ იმ ზომით განვიცდით რა ზომითაც მწიფევართ მის მისაღებად იმიტომ რომ თლიანად თავში ნათელში რო ვიყავ გაღურული ვიყავდი ვერც გაიგებდი ნათელში რო იბადე შენ არც ისე ნათელი რა არის ამიტომ და მოწყდე იმას რომ მე ხსოვნით ანუ მარცვალი დათესო რომ გახსოვს როგორია და შენი ჭირნახული მოიწვიო რომ შენს ნათელი იყო თორე იქ გაღურული იყავი იქ შენ გავაყოფილი არ ხავი ნათელში მისი ხამა შიგნით ახარ და თვითყოფადი ნათელი არ აღა ამიტომ რომ თვითყოფადი ნათელი ო მე ვარ ნათელი და უფალს უნდა რომ შენ გაჩუქო როგორ გაჩუქოს თუ შეგნით იქნება მაშინ თვითონ უნდა ჩაქრეს აი ამას ქვია ციმცუმ უკვე ციმცუმეს კაბალისტური ტერმინია შუქის მოკლება იმიტომ თუ განგება არ დაიმალება ერთგვარად შენ ნათელს აი რა ჭაღი რა არის კაშკაში ანუ გზაში ყოფილა აღმოჩენის გზაში ყოფილა აი ეგ ერთგვარი პედაგოგიკა აი ახლა ნათელის ქვეშ ახლა სანთელი რა ვანთობე რამეს იზამს ეს სანთელი თუ სანთელს მაშინ ის დიდი თანდასწრება და მოაკლო რომ სიბნელეში მე სანთელის შუქი გამოჩნდეს და ახობით ეს არის ციმცუმ არის ეს არის ღმერთის ნათელის მოკლება და გამოთავისუფლება პატარა ადგილის სადაც მარცვალივით ხსოვნა დარჩა ამას რეში მოთქვია ამას კაბალისტური ტერმინით ხა ეს კაბალამ არავინ არ შეაშინოს აბსოლუტურად მაგრამ ჩვენი ქრისტიანები და ისინი ყველა მაშუბობდნენ ეს არის გადმოცემა ტრადიცია იგივე სახელი ახლა ეს მე ის არის შეშინებული ვარ და რა მადონა და რაღაც წითელი ძაფები და ტყუილია ყველაფერი ეს არის ეზოტერული იუდაიზმი პირდაპირ როგორც მართლმადიდებლობას აქვს ეზოტერული
მართლმადიდებლები, რომელიც ერთ-ერთზე გვანან ერთმანეთს ახლა რო წაიკითხო თომას თორას ახსნა, ანუ ხუთ წიგნეულის კაბალისტურად, ჩვენი მამების მაქსიმალსარებელი მაყარი დიდი ერთ-ერთზე მოდის თანხმობას. აბა რა, იქ განსხვავებები ყველაფერი არის ზევით, როცა ჩვენ რაღაცები, აი, დაყოფები სად არის? სადაც ნაკლები შუქია. და ერთიანობა სად არის, სადაც დიდი შუქია. სადაც დიდი შუქი ეგ არ არის, მაგრამ რატომ მოხდა დაყოფები, ეგეც კარგი იყო. იმიტომ შუქი ჩვენ შემოვიტანოთ. შენი შუქი კონდეს. მოყოლი ქრისტე ამბობს ერთი მხრივ მე ვარ ნათელი სოფლისა. მე ამბობს დაენათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცდა. უკვე ჩემი ნათელი, შენი ნათელი რატომ მოვიდა ქრისტე რომ თვითონ მას მივყვეთ მიმდევრებივით მის კვარს? არა, შენ მოგიკიდოს გულზე შენს კვარი გახდე. შენს ქრისტე ხდები, შენს ნათელი ხდები. შენი ნათელია უკვე უგირთხა, უკვე ჩემი არ არის. ჯერ მოდის გარედან ეს ყველა ჩემი, მე გეკიდება და ერთი ახლა მე რო ახლა სანთელი მეკიდოს, ხო? და შენ სანთელს მოუკვიდე. შენი სანთლის ალი ნაკლები ალია? ნაკლები ცხოვრობს ყოფილია? ნაკლებად ანათებს, რახან მეორადია? არა, ერთადერთი განსხვავება რა არის? პირბშო. ეს არის აქედან მეტი არაფერი განსხვავება არის ერთ-ერთი იგივე ნათელი გა. ამიტომ შენც ქრისტე ხარ. შენც ნათელი ერთადერთი უპირატესობა რა არის? ეს არის პირველი ძმათა შორისო. წერია ბიბლიაში. პირველი მრავალ ძმათა შორის, პირველი რომელიც იქიდან გასხეულდა რომ შენ იგივე ცხოვრობს ყოფილობები გადაგდოს. ამიტომ წმენა ქრისტეს მიღება ამ შემთხვევაში. ანუ შესაბამისად აი ახლა ამაზე საუბრობდით ახლა. იმაზე რა ქვია. ბოლოს რაღაცა იმას ვქენით, ხო? ამ შენ რა კითხვა დამისვიმობას? მე წმენაზე დაგისვი. ანუ არა, უბრალოდ სუბოს კითხე, ჩემი უნდა გაჩნდესო. ანუ მაგას გეკითხებოდი და შენ დამიდასტური რა. ხო, აი ანთება, ხო, დიახ. ანუ რა არის ეს, რატომ მოხდა ეს? რატომ ჭირდება? რატო შეცმა სამყაროს, დიახ, რატო ქმნის ადამიანს ღმერთი, რატო რომ ეს არის ყველაზე მოკლე ფორმულა, რომ ის სიკეთე ის თვითგობა, ის ნეტარება, რომელსაც ღმერთია თავის თავში არსებული, ნეტარი. ვინ არის ნეტარი? თვითგმარი. როდესაც მე თვითგმარი ვარ, რა მაქვს სურვილი მე? ბავშვობა სოფელში თუ გაზდიხარ შე. რაღაცას რო ჭამდით, ხილს რო ვიშორდით, ხილს რაღაცას. თუ ახლა პატივსანი ბავშვი ხარ, ახლა წყალებში და თუ არა ხარ უზრდელი და რაღაცა ისეთი გაფუჭებული ბავშვი. ერთად სიხარულის გაგვრე სიხარულსაც შენ განიშნე, ამის სხვასაც მიანიჭო. და გინდა რომ დააგემოვნებინო სხვა. როგორ შეიძლება ღმერთი, აი ახლა ნახე, რატო გვნის ღმერთი სამყაროს? არის ერთი ჩვენი კლასიკური განმარტება ჩვენი თეოლოგების. რომ ჭარბი სიყვარულისგან გადმოღვარა თავის თავი, რომ ის სიყვარული ნეტარება რაც მას აქვს, სხვასაც ქორო და ყოფილიყო სხვა მეც. თავის თავი რომ ვიც ამ ნატერ მაგრამ რომ გაცემა იყო მიმღები უნდა შექმნას. ახლა უყურე თუ მიმღებს ისეთნაირად შექმნას რომ თავში დასრულებს ის მიმღები როგორ იქნება მაშინ? მაშინ ეს არის მექანიკურად, ვიღაცა სრულიად და კლონის ვერ გაიგებს სიხარულს. მაშინ როგორი უნდა შექმნას? აბა მითხარი? ვიღაცა რაღაც ადგილი უნდა გაჩნდეს, რომელიც იქნება მზად რომ მიიღოს ჩემი სისავსე უსასრულოდ. როგორც მე სავსე ვარ გაბცემით, ისე ვიღაცა უნდა იყოს მიღების წყურული, ანუ მე შემქნა როგორც მისი ნაკლებობა, მისი მოსურვება, მისი მონატრება, მისი მოწყურება. ესმის რომ მე მისი თავი ვსო, იმიტომ თუ ეს არ მექნებოდა და პირდაპირ თუ გამაჩენდა მთლიანად სავსეს, კლონი ვიქნებოდი მაშინ. ერთ-ერთზე ესეთი მე არც მე შემიყვარდებოდა. ამიტომ არის სიმცუმრო მოხდა მეთქი, ანუ ღმერთის ნათლის მოშორება ჩნდება ეს რეჟიმო თქვია ამას უკვე კაბარის ენაზე. ეს აბსოლუტურად მათემატიკურადაც იხმის უნივერსალური კანონი, არაფერი არ არის საშიში ტერმინები ეგ ახლა. ანუ რეჟიმო ეს არის სულიერი გენი, ანუ დაახლოებით რო თქვა ახლა. აი სოკოს სპორები ესე უკეთდება, ანუ სოკო კი არ ჩამოაქვთ დაუშვათ რაღაცა სამკურნალო სოკო თუ რაღაცები არის თერაპიული პირდაპირ არა სპორებია, სპორებს კრიან იმაზე. რაღაცა სპეციალურ ქაღალდზე, ისე იწებებს იკრავს და მერე ამ სპორებიდან უკვე ამოდის სოკო. აი დაახლოებით სულიერი გენი არის სპორები ღმერთით. ანუ ღმერთის თანდასწრება იქ რო ყოფილიყო სრული, იქ მეორე მე არ იქნება. ის დაჩრდილულია უკვე. ანგელოზები რატო არ არიან ადამიანებზე ნაკლები? მათ არჩევანი არ აქვს. ისინი ასეთები არიან გარედან. ამიტომ ანგელოზია ფაქტურად არის ენერგიები ღმერთის არაფერი არ არის, ერთი იცის მარტო. ამიტომ არის ადამიანები მაღლად განაგდნენ ანგელოზები და ყველა ქნილება. და რატო? აი ღმერთმა თავის ხატად შექმნა, თავის თავი გარეთ გაიტან. ამისთვის უნდა იყოს სიცარიელე
და თუ ღმერთის თანდასწრება გარედან იქნებოდა მთლიანად იქ რა არჩევანი არ რჩება უკვე. რატო არის მასე რატო გაწვალებდა ბავშვობაში? რატო არ გეუბნებოდ ბოლომდე რაღაცას? იმიტომ თუ ბოლომდე გეტყვა და ვერ განვითარდებოდი. ამიტომ გიყურებს, ახლა მოგცემს რაღაცას მიგანიშნებს, მიდიხარ. წაბორძიგდი, ცოტა კიდე დაგიმატებს და გაწვალებს, ფაშისტია, ხო? რატო გაწვალებს? დაგბადოს. ის შენი გახდეს ის 2+2 რო 4-ია. და უკვე მე ვარ, ეს ჩემია. და ნელ-ნელა იზრდები რომ ის გახდე. მასწავლებლებს გადააჭარბო შენი გახდეს ეს და არა კლონივით გარედან ქოდეს მიღებული მასა ეგერ ქნიან რასაც კიდე ხელოვნური ინტელექტს ეკითხები ყველაფერი იცის მაგრამ რო კითხო რა გული არ მაქვს გეტყვის ლამის შეგეცო ანუ არის და არ არის და ამიტომ ღმერთი არის ის რომელიც არსებობს მაშინ რა უნდა რატო შექმნა შენ რომ შენც იყო რომელსაც გააქვს სიცოცხლე თავის თავში ქრისტე პირდაპირ ამბობს მე მაქვს სიცოცხლე თავის თავში როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში აი რას ნიშნავს მაშინ რატო ქრისტე რატო ამბობს ამას გამოგვაჯავრა მაშინ მე ვინა ვარ მეც უნდა მქონდეს სიცოცხლე თავის თავში ზუსტად ამიტომ ამბობს შენ ამიტომ ესიც არის ეს სულიერი გენი რო თქვი რომ იქ ღმერთმა თავისთან დასწრება რომ დააკლო იქ რა დარჩა ლაქა აი როგორც აი რაღაცას რო ადგილზე დაასხამდა რომ გადმოაპირხვავებ და უშვა ჭიქას ზეთი რო ეს რა რჩება იქ რაღაცა ნაშთი აი ეს არის რეჟიმო სულიერი გენი რომელიც ანუ ხსოვნა ის წავიდა დარჩა ხსოვნა რა არის აი რას შეადარებდით ხსოვნა შენ აი დაუშვათ რა ძალაც ახსოვნას დაუშვათ ისეთი ძალა აქვს რას აი ბუნებაში მცენარე თესლი რა არის არ არის საზამთრო თესლი მაგრამ ხსოვნა თესლი რომ შესაბამისად თუ პოტენციალი თუ გაიხსენებ სასამთრო პოტენციალი თუ გაიხსენებს საზამთრო იქნება ანუ მაშინ დევს საზამთროდ გადაგცევის პოტენციალი თორე მარცვალზე გაკვნით არაფერი არ არის შიგნით მაგრამ იქ შიგნით რა არის პროგრამა ხსოვნა იქ აი დნმ-ზე ლაპარაკობ შენ დნმ-ზე ლაპარაკობ ან დნმ თუ დნმ რა მნიშვნელობა ხსოვნა ანუ ეს სულიერი გენი ქვია მას აი ებრაელები ამას ეძახიან რეჟიმოთ ეს არის სულიერი გენი ანუ უკვე კონცენტრატი სოკოსპორობივით სპორივით რა საინტერესოა რა მამა გურამი რა იბრიდზე ტერმინებს მასწავლის მაგრამ ხალისო მაგ ფაქტზე უარესის ღირსი აი რა რო წამოხვედი ისრაელი და რო არ დარჩი მე რა შეგნა გავიგე რა სამყარო რა მნიშვნელობა ვისგან გავიგებდი მაგრამ მამა გურამისგან ვგებულობ აი კარგად ხსნი ცა მაგას რა ჯობია ხო და ესე იგი ეს პოტენციალი ჩემში დევს და ჩემზეა ეს პოტენციალი როგორ გაიხსნება ანუ მთლიანად ჩემზეა თუ განმოებებზე აი რაზე როგორ გავხსნა ეს პოტენციალი ჩემში ის თვითონ ეს პოტენციალი თვითონ ღმერთია მარცვალი უდრის სასამთროს ოღონდ გარკვეული ინკუბაციის და რეჟიმის მერე ანუ პოტენცია დევს თვითონ ღმერთი თავის თავს გვაძლევს როგორ შესაძლებლობა ნახე ბიბლიის შექმნის ისტორიაში და თქვა ღმერთმა ქვნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენთან სხვა ქმნილებებზე არ უთქვამს იქ არის თქვა ღმერთმა იქმნას და გარედან ბრძანებით იქნება ყველაფერი ცა მიწა მოყარ ვარ ჩამოთვალოთ ყველეთი სცენარები და თქვა ღმერთმა და იქმნა რა ბრძანებას თქვა ღმერთმა და იქმნა და კარგია ფრიად მან სამი ეტაპია განზრახვით ქმედება აღსრულება და შეფასება განზრახვით ქმედება რა თქვა ღმერთმა მოდი ქვნათ ცა და მიწა ამბობს და ის ძალაუფლება აქვს სიტყვას თვითონ არის ჩადებული. ჩვენ ხო არ ვეპყრობი ჩვენ სიტყვას. აი, მაგითო გეუბნები რომ ადამიანს ასე ბრძანებით არ ქმნის მეთქი. სამყარო თქვა ღმერთი მე შევს. რეიტი სხვა რამე ვიყავს მამაგურა. თუ სიტყვას ამხელა ძალა აქვს. და ჩვენ სიტყვის სამყარო შეიქმნა. ხო, ანუ თუ სიტყვამ შექმნა სამყარო, ჩვენი დამოკიდებულება სიტყვასთან ხო ძალიან ზერელი არის. ჩვენ ისევ ლაპარაკობ და ვაბრახუნებთ ამ სიტყვებს ვერ ვამხანახან რა მგონია იცი რომ დევალვაცია. ხო, აი ის რო კონდეს რაღაცა მართლა მაგიური ჯოხი რო გეჭიროს ხელში და ვერ ხვდებოდე რომ ჯოხი გიჭიროს და ამ სიტყვას ისე ვიყენებთ. ნუ კი არის ჩვენ ენაში სიტყვის კაცი. ნუ რაღაცნაირად არსებობს. ძალიან პატარა, აი კარგად აღნიშნე შენ. სიტყვით სამყარო შეიქმნა. შენ ვიხარ ღვთის ხატება, რა უნდა ხმერ? შენ იყო სამყარო შემქმნელი. პატარა სამყაროებს შექმნა. შესაბამისად პირველი იწყება ყველაფერი სიტყვიდან, სიტყვის დაფასება, აი რა ძალით გამოდის სიტყვა, ამიტომ არის სიტყვა კლავს, სიტყვა აცოცხლებს, სიტყვა. სიტყვას ენერგეტიკა არის, ხო? მე ესე მესმის მამაგურა, მე საერთოდ სიტყვებს ბოლო დროს, ну საერთოდ ახლა პოდკასტსაც და ყველაფერს ვაკეთებ, სიამოვნებაში ამ სიტყვას უსმენ, აბა რას უსმენ? ხო? ან ჩემ თავს უსმენ, ჩემ რესპონდენტებს უსმენ. საბოლოო ჯამში
ბახო ვიბრაცია არის, ანუ ენერგია, ანუ ეს სიტყვა მე რომ ესე ჩემი ტვინი ადებს მნიშვნელობას თორე ხა მე ჩინური რო გავიგო იმისა ჩინურს ვერ გავიგებ, მარტო გერა მესმის, ხო? ანუ არანაირ მნიშვნელოვნებაზე ვერ დავადებ ზემოდან. და ქართულს ავტომატურად ვადებ, იმენებს ვადებ, რომელიც ვიცი. სინამდვილეში რომ გამოვაცალოთ ეს ტვინის მნიშვნელოვნება დადებული ზემოდან, ვიბრაციაა ჩვეულებრივ. ხმით შექმნილი ვიბრაცია. ვიბრაცია რომ ენერგია. და ქმნადობის უნარი აქვს, რომ შექმნა, სიტყვით შექმნა სამყარო, ხო? ეს რიტმი, ვიბრაცია ხა ყველაფერი რაც ახლა გასაგნებულია, აქამდე იყო ჩანაფიქში, იდეაში და სიტყვით შექმნა ღმერთმა სამყარო, სიტყვა არის უკვე შუაში, სულიერი და მატერიალი სამყაროს შუაში, ნახევრად მატერიაში, სიტყვაში შესაძლებლობა დევს. აი მაგალითად რო ვიყოთ ახლა სადღაც უდაბნოში და შენ წყალი არ აქვს, ხო? და მეც არ მაქვს წყალი. და მე კითხები, აი შენ გზავრი ხარ და მე ადგილობრივი დავუშვე წყალი მინდა, სად ვერ გაძეწყვა, მაგრამ მე რაღაცას გეუბნები. რომ აი დაბლა ჩახვალა ასე, მე მარჯვნივ მოუხვევ და მე მარცხნივ ჩაიხედავ და იქ არის წყარო. მე შე წყალი არ მოგეცი, მაგრამ სიტყვა იგივე არ არის? მიგანიშნა უკვე შენ სიტყვამ. ძალა მოგცა სიტყვამ და თუ მოიქცევი ამ სიტყვას შენ შედეგს მიიღე. ასე რომ აი სიტყვა სხვათა შებრაულად დაბა ნიშნავს საგანია ეს სიტყვა. თვითონ ვეშ სიტყვა ხორცის ხამს და აი ზუსტად მართალი თქვი. ადამიანი როცა ძალაუფლებას კარგავს, ივიწყებს ვინ არის, სიტყვის დევალვაცია ხდება უკვე. ის აი როგორ პატარა ბავშვს უაზროდ მისცე სულებს მილიონები. რა თავსაც დაიზიანებ და სხვებსაც დააზიანებ, შედეგს ვერ მოიღა. ხო და არ უკვირდები. ამიტომ ეს სიტყვით სამყარო შეიქმნა, ნიშნავს რომ შენ ადამიანის შექმნა და განადგურება შეგიძლია. სიტყვით. აბა? და იქ ქართულში ტყვია არის ფუძეში, ეგეც ატყვია. შეტყობინება, იმიტომ რომ ეს ძალა არის. აი ეს უნდა ეს არის სიტყვა ხორცადისმა იქცა ქრისტეში რომ. ანუ იქ რომ დავბრუნდით ახლა ჩვენი რო ვთქვით სამყაროს იმაზე შექმნაზე დავიწყეთ, ჩვენ სიტყვაზე გავჩერდით. ხო, აი თქვა ღმერთმა და დაემორჩილა, მაგრამ ადამიანთან ასე არ ამბობს, თქვა ღმერთმა იქნას ადამიანი, არა, თათბირი მართება. თათბირი გაიმართა, ახლა ვისთან არის თათბირი, ეგეც საინტერესოა. თქვა ღმერთმა, ვქნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდავ. და სად არის თათბირი, სად გაიმართა? ვინ არიან ის მრავლობითი ვისაც ელაბა? ახაც მართლმადიდებლების მიცამება თავის თავში ანგელოზებს და ეს ებრაელები ხო ის ყველაფერში რო არიან. ამოყირებები ვისაც თათბირებოდა და ებრაელები კომიტა რაში და ისინი ამბობენ ეს თათბირებოდა ღმერთი ადამიანს სანამ შექმნიდა, სანამ მას ფიზიკურ პლანში გამოიყვანა, ადამიანს როგორ ჩანაფიქს, იმიტომ რომ რაღაცას მე სანამ შევქმნი ეს ხო ჩანაფიქში იყო არსებობს. სანამ გამოვიყვა, სანამ მატერიალიზაცია მოახდინე, ჭიქის არსი მაქვს მე, რომ დანიშნულება ფუნქცია რატომ უნდა შევქმნა, ყველ მოდელს დავინახე, ნახაზებს ვაკეთებ და მე მოდი ეს არის უკვე დასრულებული ის რაც აქ მოვიდა უკვე, ჯერ როგორც სურვილი, მე როგორც უკვე ჩამოქნა, დანახვა, ვიზუალიზაცია ამისი, მე ნახაზების შექმნა, მე ყველაფრის რისგან უნდა შევიდა, ამ ხელა, ამ ჭიქაზე, ახ არქიტექტურის ბიუროში რო წახვიდა, ამ ხელა ის არის დამტკიცებული ის დევს თავროზე ყველაფერი დეტალურად რაღაცა ზედმეტი არ იყოს, არ მოწამლოს ბავშვი, არ რა მოგლედ რა. შესაბამისად თქვა ღმერთმა ესე თათბირი მართება, რომ ადამიანს სანამ გამოავლენდა მას, სანამ ჩანაფიქრიდან, იდეიდან, მოდელიდან თავი და გამოიყვანა პრაქტიკაში. ადამიანს ეთათბირება, აი როგორც ისევე, როგორც მასწავლებელი ეთათბირება ბავშვს, ან ექიმი პაციენტს, რომ მე შენ თუ დამიჯერებ, შენგან კაცს გამოვიყვა. ან ექიმი მე შენ თუ და მე და შენ დავამარცხებთ ავამტყოფობა. მე და შენ ცალკე შენ ადამიანს არ ქმნის გარედან ბრძანებით, როგორც დაბალ და ცხოველებს, ფრინველებს, galaktikებს. ისინი არ არიან თანამონაწილე თავიანთი ქმნადობის. ისინი არიან ბრძანების სიტყვით შექმნილები და ამიტომ არის დაბალი დონე. იმიტომ მათ არ აქვს არჩევანი, იქნებ აი როგორც ქართველები ამბობენ, უფალო ღმერთო, რად გამაჩინე? მე ხო სიცოცხლე არ მithოვია, თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინეო. აი ადამიანი ეტყოდა ღმერთს, მე რატო გამაჩინე? ვინ გეკითხებოდა? ახლა რო პასუხს მთხოვ, რატომ საერთოდ რატო გამაჩინე? შეედავებოდა. ამიტომ
ყველაფერი აი კომენტატორები ამბობენ სხვათა შორის ჩვენები და ყველანი რომ ყველა ადამიანი თითქოს ერთგვარად სანამ აქ მოვა თავის თავს და თავის პროექტს რა როლი უნდა რა ყველაფერს წინასწარ ხედავს და ხელს აწერს ამაზე ოღონდ მე რა ავიწყდება მაგა და ყველა შენი ცხოვრება არის დიდი სცენარის შესრულება უბრალოდ შენის როი გახსოვდეს მაშინ თამაში არ შედგება აი ზუსტად ეგ არის სასწაული მაგრამ შენ გაქვს უფლება რომ რაციით გადასცე კავი რაღაცები ინფორმაციები მიიღო იქიდან იმ სამყაროდან პატარ-პატარა დახმარებები იმ დროს როცა იჭედები იქ მოდის დახმარება მაგრამ დროულად ამას პავლე მოციქულიც ამბობს რათა მივეახლოთ მადლის ტახტსო რათა პოვო დროული დახმარება ყოველი დღისთვის აი როგორც აი ვიღაცა რო არის და რაციით რო იღებს იქიდან დამეხმარე სად ვარ არ ვიცი აი ახავა რა ხდება შიგადაშიგ უკვე შენ იღებ დროულ დახმარებას აქ რომ გადაადგილდე და აქ იმასკენა რა გაერკვე სიტუაციაში და შენივე თავის აი როგორც ვთქვით რომ გასენების პროცესში ხარ უკვე ანუ შენში ეს ჩადებულია ყველაფერი თავიდან ბოლომდე ვინც დამბადა შეძლებაცა მანუმცა ძლებად წერთა ვინმე რომელიმე ქარხანა გამოუშვებს რაიმე ისეც რომ დაზღვეული არ იყოს აი მაგათაც საკეთს უშვებენ ერთ ადგილას ვთქვი მე აი ერთად დავიცვად საკეთი რაღაც მაგას არის ცდები 40 გრადუს პლუსზე გაფართოვდება თუ არა და მე დავკეტავ თუ არა -40 ხო შეიძლება იქით იყიდოს სადღაც იმაში რა ქვია კამჩატკაში ან სადღაც საჰარას უდაბნოში ვიღაცამ საკეთი იქ თუ გაფართოვდა შემცირ ეს იგი გაფუჭდა ამაზეც ამოწმება ყველაფერი გავლილია და მე უშვები შირპატრებში რომ იტყვე უხეშად ფართო მოხარების საგრა ამიტომ ამბობს რუსთავი ვინც დამბადა შეძლებაცა მანუმცა ძილება მტერთაო ყველაფერი შიგნით გიდევ შენ რაც კი წინასწარ დაგხვდება აქ წინამდებობები და შენ ვინც ეს ჩაგიდის უფრო მეტიები და წინამდებობა ამიტომ უნდა გამოიყენო ნუტერიო ერთხელ ძალიან მაგალითი ესეთი ისუნავი რომ გადავიდა ქანაანში ხო უთხარ რომ ქანაანს მოგცემ სადაც ფერს დააბიჯებ თქვენია იქ ქანაანის კედლები ჩამოიშალა იერიქონის ყველაფერი და ნუ პირობაა მიცემული ღმერთისგან რომ გადახვალთ ეს ქანაანის ქვეყნები ეგ მოაქციეთ ყველანი და თქვენ გადაიტანეთ ეს რჯული და იცხოვრეთ იქ. და ამ დროს პატარა რაღაცა ადგილი გამოჩნდა გაიქვია ქალაქს. და ისუნავენ პატარა ჯარი გაუშვა თქვენ მოერევითო მას. წავიდნენ და კუდით ქვაასროლინეს იმათ უკან. გაგიშდა ისუნავე დაემხო მიწას მას რა შეეშინდა იცი იმის კი არა რომ წააგო. შეეშინდა რომ ტყუილი ყოფილა ყველაფერი დაგვტოვა რა გვეშველება და მორთო ღრიალი ღმერთო რატო გამოგვიყვანე. რატო ახლა რომ ნახავე სხვა ხალხები რომ ჩვენ დავმარცხდით ვაგერდ და შესაძლოა სად არის შენი ახმა მაშინ ეს რომ დავმარცხდით ისინი ნახავე და აბა რო თქვი რომ ქანაანს მოგცემ აეთრიე ზევითო უთხრა ხმა მოყათლად ასე არა ადაკი ზევითო ისრაელმა შეცოდაო ერთმაო ნახავ ოქრო და ისენა არის თანსაც ვერ არ აქვს მშობელი და გადამალა და დამარხავ და მორჩა ის უკვე თილერზე გადავიდა და ის სანამ ის არ აღმოფხვრეს იქ და ის ხარები იყო ის უბრალოდ ახანი რომელმაც დამალა დახარდა რაღაცას და რომლის გამო თელმა ჯარმა წააგო სანამ ის არ აღმოფხვრეს მანამდე გამარჯვება არ ქონიათ მაგრამ სხვათა შორის აი ესეთი კონცეფციები ძირითადად გავრცელებული კონცეფციები რაც არის ღმერთზე ეგენი მომყავს ერთ-ერთი მთავარი ჩემი აზრით არის ეს ამჟელი მაგრამ მეორე კონცეფციაც არის და მნიშვნელოვანია მე შევხედე ამ კონცეფციას მე ვეძახი ამას უსამართლოდ ანუ რას ვეძახი ამდენი ტკივილია ამდენი ომია ამდენი ხალხი იღუპება ზოგი გადის არ ვიცი საშინელ გამოცდილებებს როგორიც არის განსაცდელ გამოცდილება როგორც შვილის სიკვდილი მე ხომ შობლის სიკვდილი მოდი ესე თქვა ლოგიკურია და წყობაშია მაგრამ ზოგს შვილი უყვდება ზოგს კლავენ ზოგს აუპატვირებენ აქეთ ომია ათასობით ხალხი იღუპება ეგენი ხო ხდება გარშემო ანუ ეგ ხო ფაქტია რომ ხდება ეგენი და მოდის აზრი როგორ შეიძლება სამართლიანმა ღმერთმა ეს დაუშვას ანუ ისევ ადამიანური აზრია რა რომელიც შეიძლება ბევრს ჩვენ ერთი ცალკე ჩავწეროთ იობი კარგი ეს იობი ეს არ არის პიროვნება ისტორიული პიროვნება იქ საერთოდ ძალიან ის კი არ წყაროებიც კი ვერ პოულობე რომელსაც უყურა იმდენად ყველა იობობა
იობი აი შენი კითხვა იობის კითხვიდან მოდის. როგორ სამართლიანი ღმერთი უსამართლობას ხო, რატო სად ნუ. გადის, სად გადის, აი ზუსტად აქ არის ყველა კითხვა პასუხი. ცალკე იობი და მისი სამი მეგობარი, მე მეოთხე, მე ღმერთი, ეს არის მდგომარეობები, ეს არის ადამიანის სულის მდგომარეობა, აი ამ კითხვებში რო არის და უჭერს პასუხები და როგორ იბადება ამ ტკივილიდან. ისეს ხელშესახებად არის, რომ აი თუ ამას აი მართლა მას ვისამთ, აი ბევრი ჩაფიქრდება. მოდი ასე ვთქვათ. ყველაფერი ალბათ არის ეს ტანჯვას რასაც იწვევს, რაც და გაურკვევლობა რატომ ისთვის, ხო? ასეთ ერთი მხრივ მოწყალე ღმერთი სიცოცხლეში შექმნამდე ლაპარაკობთან და რეალობას შეხედავ არა, ორივე არის დუალიზმია, ხო, ერთიც არის და მეორეც. რამდენიმე ვიქნები და სად არის გადაჭრა? ხო, გადაჭრას ბევრი ეძებს პოლიტიკური სისტემების შეცვლაში, რევოლუციები, ამბოხებები, მიზანი რა იყო? შევცვალო და უკეთესობა იქნება. იცვლება რელიგიები, იცვლება კულტურები, ეპოქები, ეპოქა ხო რაღაც მონაკვეთებია და რამდენი ეპოქა ვავიარეთ, სუც აი საბჭოთა კავშირს დავაკვირდით ჩვენ, რამდენი გავიარეთ, აბა ამ ბოლო საბჭოთა 99-ის მერე რამდენი ხელისუფლებები, რომელმაც ყველამ თქვა რომ მე დავალაგებ საქართველოს 1, 2, მე-3, მე-4, მე-5, აი იცლება და რაღაცა თავარი არ ხდება მაინც, აი სადდევს ეს გადაკვეთა აი ბოროტების ფესვი, ესე რომ თქვა. აი ეს საკითხია გასარკვევი. მაგრამ შენ ხა ბევრი სხვადასხვა სწავლებას ეხები და მიყვარს შენში ეს მრავალ წახნაგოვნება, რომელიც გაქვს. მაგრამ მე სხვადასხვის აი კარმის კონცეფცია ცოტა მიხსნის და მომშვიდებს. ორი რამე მომშვიდებს, როცა ამას ხედავ. პირველ რიგში მე რო ლოცულობს, აღმოს მომბობ და იყოს ნება შენი და ნებას ვენდობი. მე შეიძლება ვერ ხვდებოდე რა არის დიდი გეგმა და დიდი სურათი. ანუ მე ჩემი პატარა გადმოსახედიდან შეიძლება ვერ ხვდებოდე რატო არის ეს ომი და რატო იღუპება იქ რაღაც ათასობით ადამიანი და ამ დიდ სურათში ისეთი სიკეთე იყოს, რომელსაც მე ვერ ვხედავ და ეგ ნდობა მაქვს. რა ვერწმენა, ჩვენ ახლა არ გავიქცეთ ეგ, რამდენიმე ის შემოდის ახლა უკვე ერთი ღმერთის გარუმოდის სიკეთე და ბოროტება, ეს ცალკე თემა, დიდი იობში. ჩვენ რო გონია რომ რაღაცა ცუდია და რაღაცა კარგია და აი მე შმაკს ვეძახით ვინ ცუდ, ეს არის ბავშვური ხედვა და ის გეუბნება შმა ისრაელი, ერთია ღმერთი, მე ვარ ჭირი შემქმნელი, მე ვარ ნათლი, მე ვკურნალობ, მე ვწყლავ, მე ვკლავ, მე ვაცოცხლებ, არ დაყო. ეს ცალკე თემა, ეს ერთი ღმერთი რას ნიშნავს. მეორე ახლა ჩვენ რო ვეხებით იქაც არ გადავიდეთ, თორე ეს უსასო დიდი თემა, ეს არის ბოროტები და სიკეთის საკითხი, რა არის ბოროტება და არსი რო არ აქვს. აი მესამე წმენის საკითხი, ახლა ჩვენ ეს არ გავიყვაროთ, წმენი დავიწყეთ ეს თემა, აი რას ნიშნავს, აი მაგრამ წმენა მინდება მან ჩემთვის. აი ეს ახლოა ყველაფერი ეს, მაგრამ ეს ისე დიდი თემებია რომ ძალიან მე არ მინდა ეს ჩემში ყველაზე სუსტი წერტილია ჩემი ამ ემოციის მხრივ გეუბნებით. იმდენად რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევალია ამას, შეგნებულია. 22 წელს იყო პირველად ვიწმე ბოროტების სიკეთის საკითხი. მე არაფრით არ შემეძლო, აი როგორ მოვიდა შენ ცხოვრებაში? ხო, მოდი ესე აი აქ ძალიან საინტერესო წმენა როგორ ჩდება საერთოდ, საიდუმლოა ეგეც. რატო არის ერთ წამს მეორეს არ წამს? რა განაპირობებს ამას? გარეშე ფაქტები, გარეშე თუ არის სხვებისთვის ერთ და იგივეს უყურებს ორი, ერთი ირწმუნებს, მეორე არ ირწმუნებს. ან საერთოდ მოდი წამს, აი ჩვენ ვთქვით რომ წამს, ეს არის ბერძნულად კრედო, ებრაულად ეს არის ემუნა და რუსულად, რუსული არ არის, ამიტომ ამბობ ვერა. ვერა ეს არის ლათინური სიტყვა. veritas in vino veritas. აი საიდან მოდის რუსულში? veritas არის უკვე ჭეშმარიტება. ნახე სად გადაგიყვანა? ახლა ჩვენ გვაქვს კიდე ეს veritas-იც რა არის? რა არის ჭეშმარიტება? veritas რა. აი აქ უკვე მივდივართ გაი რუსული გუში გვაქვს კიდე სიტყვა veriovka. რა არის veriovka? თოკი. დერიდო ზომავდე და praverit. praverit, ანუ რა გაზომე, ხო შეამოწმე. არა ყოველ და ეს ვერა კიდე საიდან მოდის? უკვე მივდივართ იქით იმაში სანსკრიტში.
უკვე რომელიც ნიშნავს აი ანუ რითაც იზომება რაღაცა და იქიდან არის ვერიოვკა პრავერი და აი რუსებს უდოსტოვერიცა ასამდე და ხა ეს 100-იანი ეს შოთას გითხრა სიტყვა ასები ანუ 100-იანი ნიშნავს უკვე აი აბრაამს 100 წელს შეეძინა ისე დასრულდა მისი ანუ ეჭვები შიშები და მორჩა უკვე დამატება არ არის საჭირო აი ეს არის ის თურმე აჰა კრედო აქედან გვაქვს სიტყვა კრედიტი ანუ ჩვენ განგებამ ეს რო არ მოგცეს წმენის უნდა ჩვენში ჩვენ წინ ვერ წავალთ აი როგორც ახლა მე რო რას არ უნდა პროექტები მქონდეს რაც არ უნდა გეგმები თუ კრედიტორმა ფული არ მოწევ ვერ დავძრავ სულ მოდელში და სულ ამ ვიბლი ამებ ჩემი მე და პროექტი ისეს ხომ უნდა ვირწმუნო ცალკე აი ეგ საკითხი კრედიტი არის კრედიტი არის რომელიც გენდობა კრედო ჩემი წამს ნდობა კრედო ანუ რას ნიშნავს რომ გამოგიყოფს შენ მაგრამ ეს ჯერ კიდე არ არის და ისა ზოგს კრედიტს მისცემი და შეჭამს იმ თუთა ვალებს გადაიხდის ან მანქანას იყიდის ან რაღაცებს და დამთავრდა ყველაფერი და რისთვისაც მისცემს ავიწყების დასათესად მოგცეს შენ რომ ის წაწიო წინ საქმე რა მოხდა შენ ცხოვრებაში ო და აი მას აი 22 წლის როხზე აი ეს როგორი ცხოვრების ხორო ძალიან ის არის შორი როგორ გადმოვცე ეს ახლა იმ ტარიელს მსგავსები მე ახლა რომელსაც ავთანდი უნდა მოუყვეს ავთანდილს თავისი ამბავი და ასმათიც ეუბნება რომ ასმაც რო თხოვს ტარიელი რატო არის ასე დღეში ასმათი ეუბნება თვითონ თუ არ მოგიყვაო შორიდან ეს ვერ აგიხსნი მე ამას და ახლა იქ მოყოლა რომ დაიწყო ტარიელმა გადაიღება ერთი წყალი დაადგმევინა ასმაც გვერდით თუ მოუკვდიო მომასულიერო იმიტომ რომ ეს ისე უნდა შევიდეო მაშინ საიდან დაიწყეს ყველაფერი სულის ისტორია მაგრამ მაინც აი შემიძლია გითხრა დაღდასმული ვიყავი ბავშვობიდან ორმაგობით ერთი მხრივ უკიდურესი ღარიბე ჩემი სოფელი იყო ყველაზე ღარიბი სოფელი იმაში რა ქვია რაიონში ყველაზე ღარიბი სოფელი სად რაიონში ზუგდიდის რაიონი სოფელი ორული ყველაზე ღარიბი იმიტომ რომ ეს იყო აი თუ არსებობს რამე პატრიარქალური სადაც გზა არ არის შუქი არ არის ტყეები იყო აი ეს მახსოვს პირველად ამ სოფელში ჩვენ სხვა სოფლიდან ჩავედი დაბრუნდი ისე მამა პაპის 5 წელს ვიყავი და რა მხდება რომ გზის ნაცვლად ტრაპოებია ირგვი ტურები ყივიან ახოები ანუ სიმინდის ყანებად მე რეაქციეს ჩემ მე მახსოვს ბულდოზერების მათი სუნი ამ სალიარის რომლებიც აი ამ კარჩოვკას ეძახდნენ კარჩოვატერებს ეძახდით ჩვენ ამ იმას რუსული ტერმინები იყო მაშინ ხო ძირითადად მეც რუსულად ვიცი რომ გამზარდა და თითქოს რო ჩავიდი სოფელში ნახევრად რუსულად დაბარაგობდი ტერმინი ხო და ანუ ეს რო მასქნეს აი ტყეები პირველი ბოძები მახსოვს ელექტრობოძები პირველი რადიო ახლა ამის რაც რო უთხრა ბავშვები გაგიჟდებიან რამდენი წელს არის აი თუ დამიჯერე პირველი ბოძები მახსოვს და ელექტროენერგია მახსოვს პირველი როგორ შემოიყვანა ნატურალურ ავტოია და რადიოში რამის გვეშინოდა რომ კაცი ზისო შეგნითო ნუ პირველ ტელევიზორი რაღაცები ტექნიკა რო შემოდიოდა აი პატრიარქალო და ლუს კიდე ამ სოფელს თავი დავანებოთ ყველაზე ღარიბი ოჯახი ჩვენ ვიყავით 6 შვილი ყავდა მამაჩი სახლი დაგვეწვა 200 სახლი მე მახსოვს ასე გარეთ ვიდექით ის 200 რო ეკიდასე და დავრჩით შიშველი მამაჩემ ფიცული სახლი გააკეთა რაღაცა იქაც ესეთი რაღაცა ჭაობიანი ადგილი დახმარებას ვიღებდით სოფლიდან აი ეს გარეთ რაც არის და შიგნით რამ ხელანათელი იყო ჩემში საიდან მოვიდა არ ვიცი სულ გაბრძვიალებული სულ პირველი მოსწავლე ვიყავი სკოლაში უკვე 6 წლის რო ვიყავი ყველას უკვირდა შეყვარებული ვიყავი მე-4 კლასიდან არანორმალური სამყარო ზღაპარი მეგონა ივერია ჩემზე ვღეროდა ინდოურ ფილმებში ჩემზე იღებ ბავშვი ვიყავი მე ბიჭო საიდან იცი არ მეთქო 4 წელი ასე ნახევრად სიზმარი არ მახსოვს ხილვებში ვიყავით 5-ებზე ვსწავლობ და ეს ღარიბი და ეს ყველაფერი ანუ რისთვის მინდა რომ აი ეს ამ მატერიაში ამ ლოტოსი რო ამოდი ჭაობი და ყველა ადამიანი ასეა განაისაკა ყველა დადასმული გახსენება გვინდა ჩვენ ანუ მე ვარ განსაკუთრებული უბრალოდ ჩემში ასე მოხდა მეთქე რა ხან მეკითხები წმენა ახლა რა სიშევ წმენა ეს ჩემში ვიღაცა მიდის ჯიუტად რომ ესე რომ მეუბნებიან კომუნიზმი ამას ხედა უკვე მჯერა ისე მჯეროდა რომ პირველ წელს მოვეწყო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე
იქ ჯერ ქალაქში გადავედით მამაჩემმა გაყიდა იქ სოფელში არ იყო პერსპექტივა და ზუგდიდის პირველ სკოლაში მოვდი ყველაზე პირველი სკოლა იყო მართლა რესპუბლიკაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო დამცინოდნენ ბავშვები აი შენი ხუთები შენი სოფლის ხუთები აქ სამები იქნება სამებია პირველი ზარი მე დამარეკინეს მესხე კლასი რომ დავამთავრე საუკეთესო სწავლასა და შრომაში ზარი შოთა ხობულოვან ისეთი ის იყო ანუ და პირველ წელს მოვეწყო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე რო ვაბარებდი ვეცოდებოდით უბრალოდ პოლიტიკა ელიტა რო ვაბარებდი ელიტაკე უბრალოდ რო ვაბარებდი ვეცოდებოდით უკვე რომ გლეხის შვილმა როგორ გავბედე იქ ჩამებარებინა საწყარი ბავშვია ანუ გაგიჟდა ჩაბარებაც რო გავბედე ეგეც კი პირველ წელს თელი სამეგრელოში მარტო მე ჩავირისხ თელი სამეგრელო ჩემი კლასელები მილიონერები შვილები იყვნენ დიდრები პირველი სკოლა ყველაზე ელიტარული იყო ყველა ჩაიჭრა და ყველას უკვირდა ზუგდიდში რო ჩავედი ლამის იმით სასულე ორკესტრი დამხვდები ვიღაცა მეც ესე ვიყავი სტუდენტს რო ვნახავდი შორი და უყურებდი მაშინ ეგრე იყო ხა ვინ დაიჯერებს ამა 70-იან წლების დასაწყისში მე სტუდენტს რო ვნახავდი სხვანაირი მეგონა უცხო პლანეტელები ეს ერთეული შემთხვევები იყო და მე ამ დროს ყველაზე ელიტარულში აი ხა ეს ხომ მომყვებოდა ეს ჟინი და აი ეს არის რომ გამასკრა როგორც კი ეს წიგნის სამყარო სადაც მე ლამაზ ფერებში ვხედავდი ყველაფერი როგორც კი თბილისში აღმოჩნდა ჩემ წარმოსახვებით რომ მქონდა თბილისი დანახული სტუდქალაქი უნივერსიტეტი აი ეს რომ შევეჯახე რეალობა ეს უკვე ზასტო იწყება 75 წელს ჩავირიცხე ნელ-ნელა უკვე ზასტოის პერიოდი სულ სხვა რეალობა დამხვდა ხუთებზე მინდოდა მესწავლა და კომუნიზმი მეშენებინა და ჯეროდა პირველივე კურსზე დამემსხვრა და რა შოკი დამემართა რა გავაკეთო სად არის აბა არ არის კომუნიზმი ფაფუ სიყალბე სად აღმოჩნდი სად წავიდე უკვე პროტესტში სწავლა შევწყვიტე უკვე პირველ იმაზე ხუთებზე მინდოდა მესწავლა და დავანებე თავი და თელი როგორ მივედი მეოთხე კურსამდე არის 2-3 წელი აი ყველაფერი მაზრი დაკარგა უკვე დამემსხო ყველა ერთადერთი ეს სიყვარული მაცოცხლდა ბავშვები და რომ მახსოვდა ის და მას ვეძებდი ყველგან სულ მეთქი ახლა და ამ დროს მესამე კურსს ვამთავრე მესამე კურსი მარტია და მეოთხეზე გადავდივარ მესამე და ეს არის რაღაც დამეტაკა სიყვარული და ესეც ისეთი გოგო აღმოჩნდა რომ სუყავი კაცო ღარიბი და ქვევიდან რო უყურებ მაგრამ დიდისკენ სწრაფა მქონდა ყოველთვის ასე იყო ის მეოთხე კლასში გოგო რო შემიყვარდა მეთქი ყველა მთელ სოფელში იყო ორი მანქანა ერთი კოლხოზნიკს ეძახდნენ ვილისი კოლმერის თავმჯდომარეს ყავდა და მეორე იყო აი ეს ამ გოგოს მამა რომელსაც 21 ყავდა მედი მანქანა არ იყო ჟიგულები მერე შემოვიდა 69-დან და ერთადერთი პაბიოდავი მოიყვარა მეზობელმა მერე და ერთი აი ეს 21 ყავდა და ეს იყო ღმერთი ეს ოჯახი ყველა აი მაინც და მაინც იმის და შორიდან უყურებდი სულ და აქაც ეს ვინ გამოჩნდა რო გავიგე ვინ არის ცნობილი პოეტის ტიციან დაბიძიშვილი ხა ის ნინომა ციცის მე გადაცემაში წავდა ნინო და გავიხსენეთ მთელი ეს ჩვენი ისტორია იმის ნიტას გოგო აი ნიტას ტიციანს ერთი შვილი ყავდა ნიტა ეს რო გავიგებთ ლად ჩამოვყარე ყურები და ეს რამი და თან ტიციანი იყო ჩემი კერპი დავშვები და სულ მის ლექსები და რაღაც ღმერთივი და ეს სადი გოგებაში ზერო ხობდა შორიდან უყურებდი ფარდების მიღმა და აი ეგ მეგონა რომ რაღაც შეუწეველი და მოკლედ ეს აი ხა რა მოხდა და ამ ყველაფერმა უკვე დამაწყებინა ცხოვრების აზრის ცეკვა მე ვიყავი ათეისტი ჩამოყალიბებული ბავშვები და დავცინოდე ღმერთს ყველა აი ურა ათეისტი რო იტყერა ველური ათეისტი არ ვიცი ალბათ ბოლშევიკი რო ყოფილიყავი ალბათ დიდი სიერი მამა გუნამ ფარემ მიკითხავა ანუ ათეისტი გამორიცხავს ღმერთის არსებობას საერთოდ როგორ თვითონ სიტყვაც არ უარყოფის ნაწილაკი ხო თეოს ღმერთი ანუ ის მატერიას მიაწეს ღმერთისთვის ისე პრინციპში მაინც ათეისტიც უბრალოდ ღმერთს არ ახსენებს მაგრამ მატერია არისო ჭკვია მატერიამ შექმნაო მატერიამ გაიხა მატერიამ მოიფიქრა როგორ ახლა რა გამოდის ხა იმ მატერიას ეს უნარები ვინ მიანიჭა მაშინ ამაგურამ და აგნოსტიციზმი აგნოსტიციზმი უკვე არის ჩემის აზრით უკვე ეს არის შეგნებული დასაჭორისება საკუთარ თავის კემაინც ათეის კემაინც პოზიცია მაინც აქვს რომ და ამტკიცებს აგნოსტიკოს შუაშერი გაჭედილი უშვებს ღმერთი არსებობს და დამიმტკიცებთ თუ აგნოსტიციზმი გნოსის არ ცოდნა არ უარყოფ ანუ ჩვენ შეუძლებელია რამე ვიცოდეთ ღმერთზე ანუ კასტრირებას აკეთებს საკუთარ რომ აზრი არ აქვს არაფერს ანუ ათეისტი ამბობს ამტკიცებს ეს უგუნურია ათეისტი პრინციპი რით ამტკიცე რა აპარატით ამტკიცე თვალით ვერ ხედავ რა გისცი რომ არ არის ასე მყარად რატო გახარ
თითქოს აგნოსტიკოსი ჭკვიან, მაგრამ სინამდვილეში საჭურვია. ეგეც, ესე თავისთავად დაისაჭურისა წინასწარ უარი თქვა, რომ რაღაცას გაიგებს ღმერთს და არც ეს არის ნორმალური, მე მგონი. ახლა რომელი ჯობი ათეისტი და აგნოსტიკოსი, ეგეც საკითხავი. ხოდა. ერთი გამოვლილი. ხოდა. ახლა უკვე წმენა აქ არის, წმენა ის კი არის ზოგი რომ წმენას არ ედობა და მეცნიერებიც რომ დასინიან. სინამდვილეში ეს მეცნიერებიც რა წმენით არ მოქმედებენ? ამაგალითად კარპოპერია თანამედროვე ყველაზე ისეთი ცნობილი ევროპაში მოაზროვნე. ვერ ესე მამაგონა მომია წმენის გარეშე ლოგინდანას არ ადგება. ხოდა მაგას გეუბნები ყველაფერი წმენა არა, წევ ხარ რომელი მეცნიერი მოგცემს გამოიაგარიშო დილას აუცილებლად ადგები ცოცხალი და მიწის დრო არ მოხდება. ან რაღაც არ დაგემართება. ან ლიფტში რო შეჯები რომელი მეცნიერი გათვლით ეს ლიფტი აუცილებლად ჩაგიყვანს. ან მანქანაში რო ზიხარ, რამდენი ავარიებია, ან თვითრინავში, სულ მოდვივად მოქმედებს, შენ უბრალოდ ის არის, წმენის რაღაცა დოზა ყველგან გაგდა ერთი ერთზე შენ ვერაფერს ვერ გათვლი წინასწარ, გინდა არ გინდა. აქ არის ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ წმენის უნარი თვითონ ის არის ნეგატიური მოვლენა. წმენა ადამიანის ისეთი თვისება და უნარია, როგორც დანახვის უნარი, მოსმენის უნარი. არის არასწორად გაგებული წმენა. ხო და როგორ შემოვიდა წმენა შენში? ყოველთვის საკანონო წმენა არის პროექცია ფაქტობრივად. პროექცია რისი? ჯერ პროექცია რისიც წამს იმის და მერე ფეხსდგან მერე. წინ მოდის ჯერ წამს და მერე ხორციელდება ის, ანუ ჯერ დაინახავ თვალით და მერე ფეხსდგან იქ ან არ დადგა, მაგრამ თვალი დანახული ჯერ შენი არ არის, მაგრამ სიხარულია, იმიტომ რომ ჩავავლე და მერე უკვე რასაც ჩავლე, ხელი ის უნდა განახორციელო, იქ უნდა დადგა ფეხი. ამიტომ ეს წმენის უნარი ეს ადამიანის თვისებაა. ყველა მიმართულებით, გინდა მეცნიერება აი კარლ პოპერზე ვამბობდი, რო გითხარი ფრანგი ფილოსოფოსი და მეცნიერი, რა ვიცი, აი ძალიან დიდი ისა მოაზროვნე. რომ მეცნიერება ესე ჭეშმარიტება, რასაც ვამბობ, ჩვენ არ ვიცით ის როგორია. ანუ ლოგიკას ის ვერ წდება, გისხდება ხელიდან ყოველთვის. ამიტომ ის ეძახის ჭეშმარიტება ამ მომენტისთვის. მეცნიერება. ანუ ერთი მხრივ არ არის უნივერსალური იცნობა, მაგრამ მეორე მხრივ რაშიც დგას სამუშაოა ფაქტიურად. ანუ ამ მომენტისთვის დაარქვა. ახლა მაგრამ ამის იქით კიდე გადადიხარ. ანუ და მე ითვისება ეს ნელ-ნელა. ამიტომ ჭეშმარიტება სწორედ წმენასთან არის გაიგივებული. აი მე რო გითხარი in vino veritas ლათინურად დასნიშნავს ვინოში ჭეშმარიტება ეს ვერა არის ზუსტად ეს წმენა და სანსკრიტიდან მოდის თოქს ნიშნავს რომითაც იზომებოდა რაღაცა და ეს არის სწორი ახლა გაზომავდა აი ვერიოვკა იქიდან სიტყვაც და ვერნი და ჭეშმარიტება ვერნო და ესე შემდეგ და ეს ჭეშმარიტება კიდე ეს არის თავისთავად არსებული რომლის შვილები ვარ ჩვენ ოღონდ ეს გადაფარულია ჩვენი სიმართლეებით, ანუ გზაზე მივდივართ. ამდენ სხვათა შორის დააკვირდე, ყველა ადამიანი მართალია. არც ერთი არ არის, არ ტყუის, როცა რაღაცას ამტკიცებს. ამიტომ ცოტა იმას კი არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ რომ ადამიანის სიმართლეს რომ დავეჯახოთ ჩემი სიმართლით. აი ზუსტად აქ არის რომ პოლემიკები იწყება და რომიც არაფრის მომტანია. იმიტომ რომ შენც მეორე ისახარ უკიდურესობა მაშინ შენი გამოსახედი და როცა შენი ებრძვი შენც მეორე სიმართლეს აწვევი იმიტომ ნამდვილი ჭეშმარიტება რო იცოდე შენ მეტოქე არ გყავს როცა იმიტომ რომ ბოლო იცი რახან შენ ვიღაცას ებრძვი და სხვა აზრი გაღიზიანებს შენც შენი სიმართლე გაგდა ახლა ორი სიმართლეში იმტრია თავი ახლა ჯიუტით ხებივით ამიტომ ჩვენ როცა ადამიანი აფიქსირებს რაღაცას აი გულწრფელად ის იმ მომენტში, აი მეცნიერება იმ მომენტისთვის. ის გულწრფელი, ეს ნამდვილი, ის ჩვენ აი გაიხსენება დღევანდელ დღემდე როგორ მოხვედი, რამდენი კონცეფციები გამოიარე, რამდენი ხედვები სამყაროზე და არ იყავი გულწრფელი, ახლა რომ ბავშვობას დაუბრუნდე, ისიც შენ გჯეროდა რა ტყუოდე? იმ მომენტში, იმ შენი ცნობიერების ის ისევე სუფთა და ნამდვილი ხედვა იყო, როგორც დღეს, რაც შენ გჯერა. ახლა მოდი ახლა წინ წავიწიოთ. რატო არ შეიძლება შენ დაუშვარო ცოტა ხანში ის რაზე შენ დგახარ ახლა, ისიც ბავშვით გაგეღიმება მასე. და საბოლოოდ რისკენ მივდივართ მაშინ.
აი ეგ არის ჭეშმარიტება საბოლოო არსი ეს სიტყვაზე მე მგონი გითხარი შენ ჭეშმარიტების ფუძე მინდოდა გამეგო ჭეშმარიტ რა არის რა უბრალოდ ესეთი ენის სამწრობი გერათა წყობა ქართული მარატო გამოიგონა არ ყოფილა ქართული სომხებსაც აქ ჭეშმარიტ სომხებს რო გითხარ არც სომხებმა იციან რატო დაარქვეს ეს ჭეშმარიტ არიციან და მაშინ აი უკვე ირანელი პროფესორით შემოწუდა კიდე მეორე ირანელი თუ უკვე ნიშნავს რომ წყაროს თვალი სათავე ანუ ის რომ თავისთავად თვითონ ამოწევს ანუ მას ანუ ურე რა არის მაშინ მოდი პირველ აგურს ხო ეძებე მეცნიერები და პირველ ელემენტს რაზეც დააშენდა სამყარო იქ ამბობენ რაღაცა წერტილი აფეთქდაო მაგრამ ის უკვე შექმნილია წერტილი რომიდანაც მთელი სამყარო შეიქმნეს ეგ ჩაწნეხილია რაღაცა პოტენციაში დევს თორე ამ სამყაროს როგორ მივიღედი თუ მასში არ იყო როგორ შესაძლებლობა ჩადებული ის რაც დღეს ვარ მე და შენი დამთავრებული თუნდაც აი ახლა რომ ზივართ აქ თუ თავში იმ წერტილში მე თუ არ ვიყავი როგორ შესაძლებლობა დღეს მე როგორ ვიქნებოდი იმისი არ იყოს საზამთროს იმისი ხო ის იხსენებს თავისი ჩადებულია და არისტოტელე ამბობს ამან თვითონ კითხვას სვამს როცა არაფერი არ იყო რა იყო და თვითონ პასუხობს იყო შესაძლებლობა აი ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის შესაძლებლობა პოტენციად ხატად აი ხატება რა არის ჩემში მარცვალი ღმერთის შესაძლებლობა რომელიც აი დამაშორა თავის თავს აი როგორ მიწაში ვაგდებ მარცვალს გამოყო თავის თან დასწრება იმიტომ რომ სინათლეში ხო იცი რომ არ გავენ არაფერ ფესს არ უნდა მოხდეს სინათლე თორე გახმება პირდაპირ მშვიდობითაც კი მამაგურა მე ხშირად ჩემ თავს ვეუბნები რომ წმენა მოქმედების გარეშე მკვდარია ეს არის უბრალოდ იაკობ მოციქულის სიტყვები მე ჩემ თავს რაღაცას ჭოჭმას ვიწყებ რაღაცას მე უბრუნდები და ვეუბნები საში წმენა მოქმედების გარეშე მკვდარია ანუ შენ სანამ არ განახორციელი მოქმედებას თუ არ მოიყვანე შენ თუ ეს პოტენციალი არ გახსენი მაშინ მკვდარია ის პოტენციალი შენში ილაპარაკე რამდენი გინდა ანუ მოქმედებამდე მიდის ქართულში არის ძალიან კარგი სიტყვა მანდრო უფრო გაგამტკიცებს მაგრამ წმენაში არ ჩანს ეს კიდე წამს ვერ გაიგებ რა წამს რა არის ქართულში სინონიმი სიტყვისა წამს აბა წამს სინონიმი აჰა ჯერა ახლა გავშიფრო და არის ჯერა ეს მე მთელი ლექსიკონი გადავამუშავე ილია ბულაძის ძველი ქართული ენის სიტყვების ჯერაში ფუძე არის ჯეროვანი ჯერარა რო ამბობ ჯეროვანი რიგიანი სავსე ჯერა და შესაბამისად მე ჯერა ეს არის პროცესი გაჯერების პროცესი ნახე აი მაგალითად წყალს ვამდე და წყლით გული ვიჯერე წყლით გული ვერ ვიჯერე ანუ ვერ ვიჯერებ გულს წყლით ვერ ვიჯერებ ნიშნავს და ერთხელაც იქნება გავჯერდები აი რომ გავჯერდები იმას დავჯერდები მე რითაც გაჯერებული ვარ ანუ წმენა ეს არ არის გარედან მოტანილი რაღაცა ვიღაცას ყველაფერი ჯერაო არა ეს არის ის რითაც შენ ხარ გაჯერებული ამიტომ ეს წამს ეს და რითი უნდა გავჯერდე ფიქრებით მოქმედებებით რომ მოვიმკი იმასაც დავთესე საბოლოო ჯამში ანუ აი აქ ისე მივდივართ რომ ჩვენში არის ის უხილავი რაღაცა მიმეზიდება მე თავის სრული თავის გამოშლისკენ თავისუფლებისკენ ჯერებ ვერ ვიჯერებ და ვერ ვიჯერებ გულს ვერ ვიჯერებ და ერთხელაც იქნება დავიჯერებ და ჯეროვანი გახდა უკვე სრული აი ეგ არის უკვე ის რაც და არა ის რომ რაღაცა მე ყველაფრის გარედან რაღაცებზე რო გვაქვს ეს მამაგურამ შენ ისე ახსენე ჭეშმარიტება ისეთი საინტერესო თემა მე შეხოთაშორის მინდა მივიდე მამაგურამ მაგასთან ყველა ადამიანს მე მგონია რომ ადამიანები ზოგადად ვიქცევით ესე რომ ჩვენ სულ ყველა ადამიანს გვჯერა რომ ყველაზე მეტად ხედავთ და ვეხებით სიმართლეს ჭეშმარიტებას მგონია ჭეშმარიტებას სიმართლეს ურევთ ერთმანეთში ადამიანები და მე ერთმანეთს უმტკიცებთ ვინ არის მართალმტყვარი და ამ საკუთარი სიმართლის გატანით გაცილებით მეტად ვარ დაკავებული ცხოვრებაში ვიდრე სხვის განსხვავებულ პოზიციას რო შევხედოთ. არა და ყველა ამ რეალობას უყურებთ ჩვენი სათვალით.
ან ჯო სათვალე გვაქვს. ეს სათვალე რა არის? აღზრდა, ტრადიცია ის ენა. გესტატი რაც ქონდა შენ მოცემულობა უკვე თავშივე სადაც გაიზარდე და იბადე. ანუ მე არა მაქვს თითქოს წვდომა, ანუ როგორც მისმის ესე რომ ინფორმაცია ფიზიკური სამყაროდან 5 გზნობის მეშვეობით მიდის ჩემ ტვინში და მე ტვინი აინტერპრეტირებს იმას რაც ხედავს. ანუ საბოლოო ჯამში მე რასაც აღვიქვავ ჩემ სათვალეში. და ჩემი სათვალე სხვა ადამიანის სათვალისგან სხვა ერთნაირ ოჯახში არა ვართ გაზრდილები და უამრავი რაღაცით ეს სათვალეები გვაქვს უნიკალური. ანუ მე უნიკალური გამოცდილება. Საშა კაცმანის სათვალე არავის არ აქვს საშა კაცმანის გარდა. ერთადერთი. მამა გურამს აქვს თავისი უნიკალური სათვალე. ყველას გვაქვს ჩვენი უნიკალური სათვალე. და ამ სათვალეში რეალობა ჩანს განსხვავებული. მან მივდივარ კითხვასთან. ეგ მნიშვნელოვანია. აი ესე რომ ჩვენ ყველანი სუბიექტურ რეალობას აღვიქვავთ, მაგი მესმის. ანუ რატომაც აღვიქვავთ ამ სუბიექტურ რეალობას, ეგ მესმის. მაგრამ არსებობს თუ არა ამ რეალობებს მიღმა ჭეშმარიტება. თვითონ ეს ადასტურებს ამას მრავალი აზრი უკვე ადასტურებს რომ არის ჭეშმარიტება. რატო იმიტომ რომ ამ იმიტომ რომ ერთი როგორ შეიძლება ბევრი ჭეშმარიტება ხო არ არის, მაშინ რა გამოდის რომ დავუშვათ 10 კაცს გვაქვს ერთ საგანზე 10 აზრი, ხო? და ხა 10-დან ერთ-ერთი უნდა იყოს ჭეშმარიტება, ერთი მოიცავს მას. ანუ თვითონ ეს აზრების მრავალგვარობა მე რომ მაქვს. რაზეა ეს მრავალგვარობა? რაზ ის თავისთავად არსებული რა არის? რაზედაც ჩვენ გვაქვს ჩვენი სიმართლეები და ჩვენი ხედვები და ინტერპრეტაციები. ის რო არ იყოს, ჩემი ხედვები როგორ მექნებოდა მაშინ. ანუ მაშინ რა გამოდის რომ მე ვარ მისი დაღდასმული, აი ხა მეორე. მე რო ჩემში არ კონდეს ჭეშმარიტებისგან რო არ ვიყო წამოსული და ჩემი სათავე ის რო არ იყოს, მაშინ მე ეს უნარი რომ რაღაცას თქვა რომ ეს მართალია არ მექნებოდა, უბრალოდ მართალი არის იგივე ჭეშმარიტი, ოღონდ ჩემი ფრაგმენტული სიმართლე. აი ხა ზუსტად ამას უნდა მივხვდე მე, რომ ჩემს გარშემო რო არიან და აი დავუშვათ რაღაცაზე რომ სხვადასხვა ხედვა გვაქვს და მეც ხედვა ახლა თუ შევძელება ეს არის საკუთარ თავის აწყობა უკვე. აი ნილს ბორს აქვს ეს ძალიან კარგად. დამატებითობის პრინციპი, ანუ თუ შენი მეტოქე განსხვავებული აზრია, უცბად ნუ გადაემტერები. არამედ გამდიდრდი მისი ხედვა შემოიყვანე, ანუ შენსაც კი აი ესე აიგება ის ჭეშმარიტება სხეულს. აი ეგ მესიის სხეულის შედედება, როგორ ხდება, ანუ ჩვენ მოყავს მეთქი მესია რო ვამბობ მე და დედა ფუტკარი რო გამოყავთ ფუტკერებს ინგრედიენტები. ჩემი სიმართლე ჭეშმარიტების ნაწილია, შენიც, ყველანი თავის თავში იქიდან აიღეს. მაგრამ მოდი ახლა რომ შევიკრიბეთ ახლა. აი ჩვენი რას მოგვაქვს დანახული განუმეორებელი. თუ შევაკოცებთ ადამიანის სხეულს აღვადგენთ, ის ეს არის მესია, მეტი რა არის. ბოლოში დამსხრეულის ისე ვაღდგენ. შესაძლოა მე მგონი შეთან თქვი თუ იაპონიაში არის ხელოვნება ესეთი. სახელი დამავიწყდა რა ქვია, დავშეთ ძვირფასი ბაზა რო გაუტყდებათ. კუციკოი ქვია. მე მგონი კუციკოი ქვია თორცდები. დაიმსხვრევათ ვაზა და მე რაღაც ყველა აკრებს ამ ნატეხებს და ისევ ააკოწიწებენ, ხო ძალიან დიდი დრო უნდა და დიდი შრომა ამას რამდენი ოქროს ძახებით რო მე გარეთ ოქროს წყლით და გამოდის უკვე ანტიკვარი ბევრად მეტი უკეთესი ვიდრე დამსხვრევამდე იყო. უკვე ეს ავტენტურობის ნიშნად. აი ეს ოქროები და აი ზუსტად ეს არის ბოლო. ადამი რომ ეს აღდგება, ანუ რომელიც წავიდა მამისგან იქ და უძღები შვილი რომ ბრუნდება, ეს უფრო მაღალ მდგომარეობაშია ვიდრე ის შვილი რომელიც არ წასულა მამისგან. იმიტომ იმან არის ის რა არის მამა, იმიტომ იქ იყო სუდამდე მამასაც არ ეძახე, ეს შენი შვილია, ძმასაც არ ეძახე. სიყვარული რა არის? სიყვარული იქ იბადება, სადაც მოისაკლისებს, სადაც საშიშროება დაკარგვის, სადაც დაინახე რა დაკარგეს, სადაც მოწყდი. და მე როცა სიკვდილში მოდიხარ, შენ სიკვდილივი წყურია, ადამიანს ევარ გამოუყო, ღმერთო სიცოცხლე დაარქვა და იმ წამიდან დაიწყო სწრაფვა რომ ისევ დაებრუნებინა. ორივე ისწრაფი და როცა გამთლიანდება უკვე. აი ეს არის ჭეშმარიტება. ანუ მაშინ რა გამოდის მე და შენ ვართ ერთი დიდი ადამიანის დამსხვრევები, რომელიც განუმეორებელი დამსხვრევი ხარ, შენისთანა მეორე დამსხვრევი არ არსებობს. შენისთანაც. ხო, რა თქმა უნდა. ხო და მაშინ რა ახლა ერთ ნამსხვრევზე აშენდება, ისა შეხო მიხვდები ამას. და აი აქ არის ყველა ადამიანში არ გამოგდის ხშირ შემთხვევაში მე მაგას ვსწავლობ ძალიან აქტიურად მამაგურამ.
არ გამოგდის სხვისი სიმართლის უფლების მიცემა, რომ სხვას განსხვავებული სიმართლე ქონდეს, იმიტომ რომ იმ მომენტში ვგრძნობთ, რომ ჩვენი სიმართლეს რაღაცა ემართება, ანუ ერთდროულად რო ორი სიმართლე არსებობდეს, აღარ გელაპარაკები 3, 4 და 5000 და და ავტომატურად ყველა ვიბრძვით იმ ერთი სიმართლის გასავრცელებლად. თუ ძალაუფლებას მივიღებ ძალით გაიძულებ რომ დამემორჩილო იდეოლოგიებს ვქნი, სისტემებს ვქნი, პოლიტიკურს, დიქტატურებს, რელიგიებს, ტოტალურ რელიგიებს. ყველაფერი ეს არის სწრაფვა, რომ რაღაცა ერთ გაგებაში მოამწყდიო ყველა და აი ხარ რომ ქრისტე არ ძალადობ, ამიტომ არის ჯვარცმა. ქრისტეს შეპყრობა რო უნდა იქ და პეტრე ხმალს არ ამოიღებს ქრისტე რას ამბობს ჩააგემახვილი განა მე არ შემიძლია ხანგელოზები მოვიდეს და დაინგრა არაკეთებს ძალი ქრისტე სატანას უნდოდა ბოროტს ან რომ ქრისტეს ძალით მიეღო ის რაც ისედაც ეკუთვნოდა და ქრისტე ამიტომ ძალაზე არ მიდის ითმენს ეს მას იეკუთვნის ივრიდიულად ის თავის თავს აღიდგენს ყველა თავის თავს ხედავს ამ დაშლილ სამყაროში ყველაზე ბოროტ აი რა არის ქრისტე ეს არის დიდი ხსოვნა იქიდან მოდის და შეინარჩუნა ეს ხსოვნა ამ ხსოვნით გაიმარჯვა ანუ ჯვარი რა არის სიკვდილის სიცოცხლის ზღვარი როცა ხსოვნა და დავიწყება 50-50-ზე დავიწყება რეალობას ხედავს და სამყარო ნახე რას გავს არავინ არ გწნობ ჯვარზე გამაკრეს მაფურთხებენ მაგინებ კაცი შვილი არ არის ერთი დედა დგას და იოანე ყველა გაიქცა შიში აქვს როგორც ადამიანს ღმერთო რატომ იმატოვეო ნახე აი ეს ყვირილი ძեղთისას ეს აგონია ერთი წამით რო განიცადო რას თიშტავს ეს სანამ ამას არ შევიგრძნობ ჩვენ არ ვიცი ვერ წავალ წინ რას თიშტავს ეს აგონია ის როგორც ადამიანი განიცდის ამ დაშლილ სხეულს ის ყველა ადამიანი მისი ის არის და იგლიჯება კვდება ვერ კენწა, ვერაკოცია, ვერაკოციწებს, ეს შინია. ნუ თუ ეს ტყუილია ყველაფერი. იგესემანის ბაღში ამაცილე მამაო. ამიტომ ის ჯვარზე მიდის აი კანკალით, მთელი აწובה ეს დაშლი, მაგრამ პროექტი ახსოვს, თავის ხსოვნით ძლია ამ დავიწყებულ მდგომარეობამ, რეალობა დე ფაქტო რაც იყო. ის მოდის მამისგან რომ გაუწყვეტელი ხსოვნა მოაქვს რომ პრაქტიკაში აღადგინოს და შედგეს კაცად. და მორჩა და აი ეს ღმერთკაცობრივი სხეული აღდგარიდან უკვე მარცვლად გაძლევს შენ რო შენშიც მოგდა შენ ხარ თავარი აქ საშა ის იდეა და მაკეტი იყო არაფერი მეტი ის თუ არ განხორციელდება ჩვენში იდეა არ რჩება მაგრამ განხორციელდება რატო თუ იესოს სხეულში განხორციელდება ზუსტად ეგ არის რომ ადამიანის სხეულში განხორციელდება სხვათა შორის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რო არ მიიღო კათოლიკური დოგმატი ღვთისმშობლის უბიცოდ ჩასახვაზე ზუსტად ეგ იყო სწორი გადაწყვეტილება ეს დოგმატი ჩვენი ამიტომ იყო ბრძოლა დოგმატებისთვის ესე ოდენამ რაღაცა და არასწორად წახვა ანუ რა თუ ეს უბიცოდ ჩაისახა დიახ თუ უბიცოდ ჩაისახა ჩვენ ვაღიარებთ მაგრამ თუ მარიამიც უბიცო იყო მაშინ მე უკვე უბსკული მაშორებს ქრისტესგან იმიტომ დედითაც უბიცო იყო მამითაც უბი მე დამთავრდა ჩემი რას მივბაძო როგორ შეიძლება მაშინ რა გავაკეთო რატო გააკეთა ქრისტემეს ყველაფერი რისთვის მე შორიდან უყურო და არა და ის შენში აგერ მაქსიმე აღსარებელის სიტყვები არ წავიკითხეთ ადამიანი რომელიც მოქმედებს მასში მყოფი მადლის მიხედვით ქრისტე მადლი წმენა არის მადლი ზუსტად ის მადლი რომელიც სულისკვეთის მადლი რომელიც მარიამის საშოში განახორციელა ძეხვთისა ხორცი შეისხა იგივე მადლი მოდის იმიტომ მოხდა ის პირველი ამ მადლი აი ვინც ამ მადლი ცხოვრობს და მოქმედებს ის მოქმედებს როგორც მეორე ქრისტეო სხვა იგივე ქრისტეო რომელიც ასრულებს ხორცშესხმის ამ მადლის ამ სულისკვეთის ამ წმენის ხორცშესხმის პროცესს სასწაულს ხორცშესხმის ანუ ღმერთმა რო ხორცი შეისხა ქრისტეში ამ პროცესს აგრძელებს და ასრულებს ჩვენში ის არ არის ერთჯერადი აქტი რო ქრისტეში მოხდა დასრულდა არა ეს იმიტომ მოხდა რომ მე აი ეს კონცენტრატი აი ეს უკვე ღმერთკაცობრივი სხეული უკვე შედგა აღსდგა უკვე წმენით უკვე მარცვის შემოდის ჩემში განახორციელოს ადამიანი ეს იმიტომ მოხდა რომ ჩემში მოხდა ეს არის თავგანწირვა მისი თორე ღმერთს რა შეჭირდებოდა ამის ჩვენება ყველა ისედაც იყო თავის წიაღში და იქნებოდა ჩამოდის ტოვებს შემოდის მატერიაში სიკვდილს განიცდის რომ მე სიცოცხლე მომანიჭებს ამიტომ ღმერთი გახდა კაცი რომ კაცი განახტოს ის ჩამოვიდა მატერიის ყველაზე მძიმე, ყველაზე ღრმა ფენებში შემოი დავიწყებაში სიბნელეში, მიტოვებულობა რომელშიც მე აღმოჩნდი როგორ დაკარგული ადამიანი, ნელ-ნელა დეგრადირდი და უკვე სიკვდილს მივეცი, მთლიანად უკვე გამოსავალი არ არის. აქ შემოდის და აქ მაღვიძებს, იქ აღვიძებს შენ ხსოვნა. იმიტომ იქ რო არ ჩამოსულიყო მე ვერ ვიცნობდი მას.
ამიტომ არის მე რო გითხრა ქრისტე ჩემი გახსენებაა, ჩემი ის სახეა, რომელიც მე იქ დავკარგე. ის აღმიდგენს მე ის მაძირი ძალას თუ გამოვიდე უკვე მასთან ერთად სულიწმინდი, ნუგეში მცემელი, მე მკიდებს ხელს. შორიდან კი არ მელაპარაკება, მცნებებით კი არ მე და ამოდი საშა რა ამოდი შენ მეტყვი როგორ ამოვიდე ისა კაცო მეც კი ვიცი რომ ამოვიდე მაგრამ სადაა ძალა არ ამავ. ამიტომ ის არ მოდის გარე და მცნებებით არ გელაპარაკება ავტორიტეტით. არ მოგიწოდებს, არამედ შიგნით შემოდის შენში სულიწმიდა იგივე საკეთებ რაც იესოს სხეულში რომ მოხდა. ადამიანური ბუნება რომ წვალობდა და იქიდან აღადგინა ის თავის აღიდგენა, გაიხსენა, აღიდგინა. ახლა ეს იმიტომ მოხდა რომ შენში აღადგინოს ეს ყველაფერი ეს დაცემული სიკვდილი და სიცოცხლეში აი რა არის ეს რწმენის მარცვალი ჩვენში. წამსი და ის რაც როგორ მოუსხა წყალი ამ მარცვალს რომ გამოვზარდო ჩემში. აი ეს უკვე არის აგროტექნიკა ხოშად. ერთია რომ შეიძლება ხმარცვალს სადაც გადავაგდო და ამოვიდეს, მაგრამ მე ის ღობე თუ არ შემოავლეთ თავის დროზე წყალი სასუქი რაღაცა სარეველი ის გინდა მოსულა კიდე არ ამოვა და სარეველები მოაშტობა. რა აზრი აქვს ამას? ყველა ირწმუნე, ყველა საქმე, მაგრამ მე არა აყავთ უკვე მშობელი, გამზერი. აი ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვიტყვი. ტერტულიანი ამბობს თუ კეპრიანტი კართაგეთით რა მნიშვნელობა აქვს ვინ ამბობს. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა არ არის. არა გაიგება მისგანში. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა არ არის. ანუ მამა არის იდეა, თესლი, მარცვალი, დიახ, მასშია ყველაფერი, მაგრამ ერთია ეს, მაგრამ მეორე ხა მარცვალი რო ავიღო მე თუ ის უბრალოდ დავდე გასო სააღდგომო ხორბალს როგორ იმაშვები რა ქვია მაგას სააღდგომოთ რო ჯეჯიც აკეთებ რაღაც სახელი ქვია იმას ბამბას ასველებენ მარცვალს დებენ ის ამოდის საწყალი ამოდის მაგამდე მოვა და რა მე თავს გამოიღებს ანუ დედა არ აყავს მაშინ ფილმში რო არის დედა არ აყავს სანდოპულო ანუ დედა არ აყავს მაშინ დამთავრდა ჩვენი საქმე თუ დედა არ ადგინა ილაპარაკე ღმერთზე აუ მე ღმერთი გულში მყავს მაო მე ესა მედიტაციები ყველაფერი კარგია ეს დიახ მაგრამ ეს ჯერ კიდე ცა არის და შენ რატო ხარ აქ ცა ყველა მიცით რა არის ეს ყველაფერი მე აი ღმერთს უნდა რომ სახლი აქ უნდა მოსავალი უნდა მოიწვიო ფესი უნდა გაიდგა აი რა არის კაცი უნდა გახდე თუ აქ მოსავალი აქ აი სიცოცხლის ხე აქ გქონდეს შენ ის კი არა რომ მედიტაციებით გავდიოდი და მე ექსტაზებით და მისტიკური ჭვრეტები და თუნდაც იესოს ლოცვით იქ ახარ ვარ ისევ ჩამოვარდები აქ ანუ ეს ერთია ეს მეორეა ეს მარცვალი მეორეა რომელიც მიწაში რომელიც ჩაინერგები და მიწიდან ხორცს ამოიღებ რომელიც ხორცს შეასხამ ამას განახორციელებ უკვე აი ამით სრულდება უკვე ქმნადობის ისტორია აი ახ როცა ეს დარღვეულია მაშინ ეს ზედმეტია ხა ლაპარაკობ წამს რა არის მაგრამ სად არის მოსავალი ნაყოფი სად არის აი ამიტომ ქრისტეში ზუსტად ეს არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი და ხოლო ამის აგროტექნიკა უხეშად რო ვთქვათ არსებობს და შენ ახლა ახალ ურემს იგონება ურმის თვალზე ხელახლა იწყებ ნოლი და მე არ მინდა ძმაო არც ეკლესია მინდა არც მოძღვრება არაფერი არ მინდა აი იყავი მასე ხო გითხარი რომ ბავშვი შეიძლება ვიღაცას დაებადოს მე გაზარდე ის ბავშვი მიდი მარცვალი ყველგან ამოვა მაგრამ ნაყოფს გამოიღებს იგი ველური და პანტა და მაჟალო სავსეა გეტყეში მაგრამ ადამიანმა ის შემოიყვანა მოიშინა მოულო და მივიღე თუ რა შაურის ვაშლი უკვე და მიდი ახლა ჭამე ახლა მაჟალო და პანტა მასე ყველგან არის წმენები სავსეა ეს უნარი ადამიანს აქვს ის აჩენს ბავშვებს კი გაიგო ექსტაზში ვარ და აუ მასე ფსიქოდელი ეკის იგივე საკეთე ყველას ზეცას ყველაფერი გიმოწმებს სიზმარიდან დაწყებული შემთხვევით არ ვერცად ადამიანს ვერ იპოვით რომ ცხოვრებაში ერთხელაც მაინც არ კონდეს რაღაც ფორმით ზეცნობიერთან რაღაცა და ამაღლებულთან ვიდრე მიწიერია გამოცდილება ყველას აქვს მაგრამ ერთი ესაა მეორე გამოზე ხორცი შეასხე ამ ბავშვს ახლა აი უკვე მოდის ეკლესია დედა რა არის რომ მარცვალს ამ იდეას ადედებს ალბათ დედა არ ვიცი მე ახლა შეიძლება შემთხვევით არის მაგრამ არსობრივად პასუხს ვაძლევს რატო ქვია დედა მადედე მაწვის დედა გვაქვს და მაწვის დედა რას ეშა ადედებს აი რძე არის პატარას ვაგდებ და მაწუნად გადაიქცა შეადედა ანუ ვინ არის დედა ამ იდეას იღებს თავის თავში წმენას და შემდეგ ხორცს ასხამ აი ეს არის დედა ვისთვისაც ეკლესია ვისთვისაც ღმერთი დედა ისა უпроსორად როგორ თქვი ჩვენ როგორ შენ თქვი რომ ის არის შენ დედაზე ხო ეკლესიაზე არა ვისთვისაც ვისთვისაც ღმერთი
მისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა არ არის. ანუ ეკლესია და ღმერთი ერთ და იგივეა. ეს ღმერთი არის რომ მამა, საწყისი, მაგრამ დედა ჭირდება მაგას რომ ბავშვი დაიბადოს და გამოიზარდოს მერე. ანუ მატერიალიზაცია, ხორცშესხმა, შედედება ამის. და ამის გარეშე ეს იდეა დარჩება, ვერ ყველას ყველაფერი წამს და შენ ამბობ თუ ჩვენ ეს პოტენციალი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოვიყენეთ, მაშინ რავი, მოქმედების გარეშე ყდარია ჩვენი რწმენა. მაქამდე მივიდივარ. მე მეცაც გეტყვი. 60-ში. ცოდვა დაცემამდე. მე ეს ბევრჯერ მithქვამს, კიდე ვიტყვი, ამას არ უყურდებია. ორი მცნება მისცა. აი, რატო არის მცნება საჭირო? ისე კი არა, რომ გააჩინა ადამიანი და მორჩა რა, რაც გინდა აკეთა. არა. ცვად და მუშაკობად. ანუ დაიცავი და დაამუშავე. გარკვეული პირობით. რატო? თუ გარედან მისცემდა ადამიანის ნების გარეშე და ადამიანის მოქმედების გარეშე, მაშინ ეს კლონი იქნებოდა ადამიანი გარედან დასრულებული და რა. არჩევანი მის, ამიტომ ეს რო იდეა რომ მოდის ჩვენთან ერთმანეთს რომ შემოდის, მას უნდა დაცვა. აი ეს არის აგროტექნიკა უხეშად გამოცდილება, თუ როგორ გამოზარდო ეს რწმენა შენში, როგორ შეასხა ხორცი, როგორ დაიცვა ჰეროდესგან, იესო რო ჩაესახა მარიამს. ერთია რომ ჩაისახა და დაიბადა და ისინი მწყემსები დიდება მახალთაში კი მოგვებით საჩუქარებია, მეორე ჰეროდე იწყება უკვე. იმ წუთას ჰეროდეს მოკლა უნდა ბავშვის. რატო პოლიტიკური სისტემა მიწიერი და შეეშინდა წამართვებს. ანუ შენი ჰეროდე ბავშვი რო გაჩაჯი, რას გეტყვის? ბიჭო ეს ჰალუცინაცია იყო, ეს ნევრული. ახლა დღესაც მითხრა ერთმა, ბევრი კითხულობს ამას. როცა მადლი მოვიდა, სამდე მიფრინავენ. ადამიანები მადლის შეხებისგან იქარია ზესაში, შენც გექნება განცილი, ვის არა მშვება რისგან. და მერე სულ ესუდად ახსენდება და ავიწყდება აგროტექნიკა. ეგრე სად არის? ეს კრედიტი მოვიდა, წმენა კრედიტი გადააგირიცხეს და სუფრას აწყობენ, $100,000 დამიმტკიცავ ბანკმა, 5 დღეში არა აქვს. ბანკი მოთხოვს პასუხს, მე რაბა რა უყავი? იმაზე არ ფიქრობს, არავინ გაბრუებულია სიხარული. რა ვიხილე, ზესაში ვიყავი სიხარული და მაგრამ ჰეროდე ეგო. ახლა რა უნდა ქნა, რომ ახლა გჭირდება შენ ეგოსგან დაცვა ამისგან. ამიტომ ბავშვის გამოზრდა ამთავა. იქ თორემ რომ მიყავთ იესო, დედას დაეკარგა გზაში. და ერთი ელეთმელეთი დაემართა ძლივს იპოვეს. ანუ სულ და დაფოფინებდა ამას, ერთ მიიღე, როგორ გამოზარდა, როგორ დაიცვა ბავშვი, როგორ არ გაგეთეს ალბათ. თორემ ყველა მოძღვრებას თავში აქვს სრული სიცხადე. მე ფანატიკურ რწმენად გადაიქცევა, რელიგიებად გადაიქცევა, უამრავ რაღაცებით გადაიქცევა და ყველა საფუძველში აქვს ნათელი. მაგრამ იმის გამო რომ უკვე სწორი მიდგომა არა აქვს, როგორ გამოზარდოს ეს, აი როგორ ბავშვი ახლა მე და შე რომ გამოზარდოთ ბავშვი არ ვიღაცა ორ ადამიანი, ერთ და იგივე ძმები გააშვიდოს ერთი და მეორე ერთმა შეიძლება ყაჩაღად გამოზარდოს, მეორე მიმადებ, რა ქვია, წმინდანად. გააჩნია ერთ და იგივე საწყის მდგომარეობა აქვს. მაგრამ რას მიიღებ მისგან? ამიტომ არის აუცილებელი უკვე მივედით იქამდე რომ მარტო არ კმარო რომ ერთი რო წმენა მივიღეთ, მარტო ის არ კმარო მე და ჩემი ღმერთი და მე არც მე ის მინდა არც ეს მინდა. კი ბატონო, მაგრამ გაიზრდება და ჩაიხშობა, ნაყოფს ვერ გამოვიყ. მამაგონა ბარემ ვახსენებ შენ აბალისტურ ცნებებს კარგად იცნობ და რადგან ეგო ახსენე და შენ ალბათ იცი რომ კაბალისტურ კონცეფციაში სატან არის ოპონენტი. მოწინააღმდეგე, კი? სოტე წინააღმდეგობა. ანუ მოწინააღმდეგე არის და თეორია, ანუ როგორც კაბალა ხსნის, რომ ეს ძალა, რომელიც ჩვენშია, ისე ღმერთი შექმნილია იმისათვის, რომ ჩვენ წინაღობა ვისწავლოთ. ანუ ვისწავლოთ რეზისტენტულობა იმ ძალასთან, რომელიც გვაწვება, ანუ კარგი მეტაფორა რომ სატრენაჟერო დარბაზში რო შედიხარ, ხა შტანგის აწევა არა სასიამოვნო პროცესი, ანუ გიწყვიტავს კუნთს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ წინაღობაში იზრდება კუნთი. დიახ. და რაღაცა კუთხით რო შეხედო, მაგაზეც მიფიქრია, რომ ამ ეგოს ამდენს რო რაღაცნაირად, ეს ეგოც ჩემთვის ღმერთის შექმნილია, ამიტომ მე ამ ძალას თავის როლს ვხედავ, ამ ძალაში, ეს ძალა რაღაცნაირად ხომ გამოვეყოთ ინდივიდებად, ხომ ჩამოყალიბდე და ეგ ეგოს ფუნქცია არის. მაგრამ ამავე დროს მეორე ნაწილში უკვე ცხოვრების ესე უყურებ, რომ ეს ეგო ხდება შენი გადასალახი ძალა, ანუ როგორც გრავიტაცია ესე რომ ვთქვათ, ძალა გადასალახი იმისათვის, რომ უკან დაუბრუნდე ამ ერთობას. ჯერ ერთობიდან გამოდიხარ, კი ბატონო. და მე ისევ დაბრუნდე. ხო, ისევ დაბრუნდე. მაგრამ დაბრუნდე უკვე როგორც ხორცშესხმული, ანუ
მიწა რატო გაიარეს ხორცის იდეა ხორცის ხამს და ისე გაცნობიერებლად ბრუნდე უკვე არასდროს არ დაკარგავ მეორე. ახლა რაც შეეხება ჩვენ რო თქვით გასულს წმენა ათეიზმი და აგნოსტიკა. ახლა რაღაცა შევეხოთ საიდან იბადება ათეიზმი. ანუ წმენა ნედლეულია. ეს თვისება აქ ადამიანს ყველაშია, მაგრამ ეს არის პოტენციალი. აი რუსულად პოტენციალია. რუსულად კარგად არის და ქართულად ვსირონ ვიდე. ეს ხო არ არის სრულყოფილი. აი ეს არის როგორ გითხრა ისი ნედი. ნავთობი, რომელიც ჯერ არ არის ბენზინი, ნავთობი არაფერი არ არის, კონცენტრატი, აი ოქროც სალკე საერთოდ არა საბადო არსებობს ის ოქრო, რამდენი 100 კილო ოქრო უნდა გადაამუშავო ცეცხლში, რომ 1 კილო მიიღო ალბათ. ან ტონა, შეიძლება კილოგრამი იმდენ მასა. აი ანუ წმენა ეს არის რაღაცა ესეთი ნედლეული. აი, მაგრამ ნედლეული ვერაფერს ვერ გამოიყენებ, ნედლეულს დამუშავება უნდა ხო. ამიტომ ის უნდა დაამუშავო, გააფხიკო, გაასუფთავო რაღაცეები და შემდეგ უკვე რჩება ცოცხალი ისე და ამიტომ დღეს სამყარო დაგროვდა, როდესაც აი ეს ვარდება იმაში გონების იმაში მატერიალებში წმენა ნელ-ნელა გადაიფარა და დაიქშო უკვე მე რო გითხარ ისე უკვე ევროპაში განსაკუთრებით უკვე ეს წიგნები, ტაძრები, რიტუალები, სამსახურები ეს იერარქიულობა აი ჩვენშიც ეგრე და ამ დროს ის ცოცხალი ქრისტესთან დასერება ჩვენში სადღაც მიყუჟულია აი არ არის რეალიზირებული გარეთ აი პომპეზურობა და ამიტომ ათეიზმი როგორ მოდის რომ ანუ ეს ყველაფერი დაგროვდა ცოცხალ წმენას რომ მოწყდა ადამიანი უკვე გადავიდა ილუზიებში უკვე შეერია სიყალბები ილუზიები და ფანტაზიებმა დაბადო უსაბუძო შიშები იმიტომ რომ თუ წმენაში სიცოცხლე ქონდა და გიხაროდა ახლა ამ ყალბმა წარმოდგენებმა ეს გადაფარა მადლი რო გადაფარა მადლი გაჩნდა შიშები და ამას მოყვა უკვე ყალბი წარმოდგენები და შიშები ამ შიშებს უკვე მოყვა რა მცდარი მოქმედებები თუ რომ არასწორად რო შეგეშიდა უკვე მოქმედებების არაერთგვაროვანი შექმენი სისტემები ამ ყველაფერზე. ახლა რა უნდა ვქნათ ამაზე ეს არის გასასუფთავებელი ყველაფერი ჩამოსაშლელი. ამიტომ მოდის ის ნიცშე რომ ეს ურო უჭირავს ხელში და ყველაფერს ანგრევს არაფერს არ ტოვებს. და სინამდვილეში წმენას კი არ ებრძვის ნიცშე. წმენის დაკლებისგან შექმნილი სისტემებს, ყალბ სისტემებს რომელზე ვერ იტანს. ამიტომ თქვენ მან მოკვდა ღმერთი. ანუ ღმერთი მოკვდა რას ეშავს? იქ კი არა. ჩვენში მოკვდა და თანდასრება არ არის და და ჩვენის მოუყალითო. ანუ ცოცხალი განცდა ღმერთო ის წმენა ნიშნავს მასთან დიალოგს და დიალოგი როცა არ არის როდესაც ღმერთზე წარმოდგენებია უმაღლესი გონი რელიგიური სისტემები ეს დრგუნავს ადამიანს ეს მე მაწვევა მე არ შემიძლია როგორც სისტემის ნაწილი ვიყო როცა პიროვნება ვარ ღმერთი არის მე ვარ რომელიც ვარ აი შემი მე ვარ უკვე იდრგუნება მე მასის ნაწილი ვხდები რაღაც მასიური რელიგია ავტორიტარიზმი სული მეხუთება ეს ჩემთვის ეს არის საშინელები და მე მირჩეულია აი კომუნიზმის დრო რატომ მოხდა რუსეთში რევოლუცია და სიხარულით რო ეკლესიები 100,000 ეკლესიები დაინგრა ახლა იქ გასაგებია სულ ნეგატივი მაგრამ ნეგატივი იქ სხვაგანაც იყო ანუ ცოცხალი კავშირი არ იყო ღმერთთან და რუტინად იქცა ეს ფეოდალების დამატებად იქცა ეს იერარქიულობა ეკლესიაში მამული ყველაფერი დაწინაურება ფენა გახდა და ეს გლეხობა და ესენი ძალიან დაბლა წავიდნენ უკვე და გაჩნდა უკვე იზრდებოდა პროტესტი რო არ ყოფილიყო როგორ გლეხი რუსი გლეხი მართლმადიდებელი ღვთისმოშიში სტალინის და ლენინის ბრძანები დაანგრევდა ეკლესია როგორ გაბედავდა როდესაც ჩვენ გვაქვს ეგერ გამოცდილება 100,000-მა ქართველმა ხაცრო არ დააბიჯა ფერად არ დააბიჯა ხო ღვთისმოშიში იყო ხო და რატო დაუჯერეს ლენინს და ამ ხალხმა როგორ შეიძლება ერთმა კაცმა გააგიჟოს მილიონობით ადამიანი ისინი მზადრო არ ყოფილიყო ბოლომდე მისულენ რომ სიყალბე უკვე აიტო და აი გამოთავისუფლება ენერგიამ დააცამტო რა ყველაფერი ეს სული უხუთავდა მოიშორეს ეს ყველაფერი გაასუფთავეს ეს სიყალბე და მე ახლა რაც მივიღეთ გასაგები ეს სხვა ჩაანაცვლა ეწმენა და რაღაც დონეზე იქ რაც გასაკეთებელი მოხდა მაგრამ აი ამიტომ ხო გითხარით რომ ეს დაგროვილი როცა გროვდება აქეთ ათეიზმი ეს არის ერთგვარი ორბივით აი ლეშს რო ჭამს ორბი არის ლეშზე დაგეშილი იმიტომ ის არის ფაქტურა სანიტარი
როცა ყარს ყველაფერი როგორც ნიში ამბობდა და მე ეს როცა წმენა იკარგება და ფუჭდება და იერარქია მოდის წინ ამ ცხოვრებას ფუჭდება უსამართლობა ხდება იმიტომ რომ ადამიანს როცა ხედავს რომ მიწაზე სამართალი არ არის ღმერთის მიმართაც პროტეზია აქვს სად არის ღმერთი რა ნახე მემამულეები ნახე კაპიტალისტები ნახე აგერ ელიტა ეკლესიური ელიტა რას აკეთებს თუ ჩვენ რა და პროტესტი გროდება და აი ეს უარესია კიდე ახლა რომელი ჯობია ათეიზმი ამიტომ რელიგიის წერი კი არ არის კარგი გაგებდა ცოცხალი წმენის წერი კი არ არის არამედ ათეიზმი არის ღმერთზე წყალწარმოდგენებთა სისტემის მტერი რომელიც ცოცხალ წმენას ადამიანებისგან აღშობს და ჩამოშალოს ეს ყველაფერი არაფერი არ დატოვოს ასუფთავებს მოდი ანუ ორი ნაკადი მოდის მუდმივად აი ცხოვრების გზას აი მანქანა რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით მანქანა რომლითაც შენ მოძრაობ და უნდა მიხვიდე დანიშნობის ადგილ და ამიტომ წამოვიდა თოვლი ნისტი წვიმა და რას აკეთებს ეს გიხშობს ხედველობას ხო აი წინა საქარე მინას ბინდავს რომ დაბინდოს მაშინ გზას ვერ ხედა უკვე აი ნახე დაიბიდა რელიგიური ცოცხალი წმენა არა მაქვს უკვე გზას ვერ ამ დროს რა არის ირთვება რა ქვია მაგას გამწმედი ვისა რომ ეს გაასუფთავოს ეს დაბინდული მდგომა რაც იმტვერება და ისევ გამომიჩინოს აი რას აკეთებს ათეიზმი ამიტომ როგორ შეიძლება ღმერთს მტერი ყავდეს ღმერთზე წარმოდგენებსა მტერი კარგი რა აი მე ხახ ღვთის მტერს თუდად შეიძლება ღმერთს მტერი ყავდეს მეორე ვინ არის ღმერთის ეგეთ არავინ არ იყო და მართლა იჯერი მართლა ესეთ გოიმი ხარ რომ ღმერთს მტერი ყავს მტერი ყავს ღმერთზე წარმოდგენებს აი ეს არის ათეისტი ღმერთს როგორ მეერევა კაცო ვინ არის ღმერთის ეგეთ არავინ არ იყო მისი შექმნილია ყველა ნიშე პასტორიშვილი და უბრალოდ მას არ შეუძლია რომ სიყალბე მიიღოს კანტიც რაციონალიზება აქედან იწყება რომ ავტორიტეტს ვერ ეხმებარება ვერ იღებს მისთვის დამძგუნველი ავტორიტეტი ტანჯავს მე ზოგადი ღმერთი ავტორიტეტული ღმერთი გარდა რომ მოდი მე ვიკარგები როგორც მე ვარ არში და მე მირჩევნია ორიდან ერთი აი ამ ავტორიტარულ რაც მაწვევ ამას მირჩევნია ათეიზმი რომ გავთავისუფლდე უფრო თავისუფალი ვარ ჩემ თავზე ვაგებ ქემანის პასუხს და ამ ხრივ მე რომ მკითხო ნამდვილი ცოცხალი მორწმუნე და პატიოსანი ათეისტი ბევრად უფრო ახლოს არის ერთმანეთთან ვიდრე ყალბი ღვთისმოსავი რელიგიური ადამიანი და რაღაცა აი რო შევადარე ის უფრო შორს არის ჩემგან ყალბი რელიგიური ადამიანი რომელიც აი თითქოს რაღაც ზოგად ღმერთს ემტაყვანს ვიდრე ათეისტი რომელიც მოშალა ყველაფერი ამ შემთხვევაში ათეისტი ღმერთის უარყოფილი კი არ არის ღმერთზე ყალბი წარმოდგენებს უარყოფილი ღმერთი სიცხადეა ჭეშმარიტება მაგას როგორ უარყოფს აი ამიტომ ახალ ის აგნოსტიკოსი მე უფრო ის მგონია მაგალითად ათეიზმზე უფრო და ისეთი უფრო ცუდი როგორ გითხრა რა უფრო საჭურის თავსი საჭურისებ წინასა ათეისტი ქემაინს ბედავს რომ ირწმუნოს თავისთან რასაც ხედავს და არ იღებს რაღაცას და კაი და ამ კვირებს არ არის ღმერთია ბავშვურა თავშოთ ანუ ბავშვი წყალს გააყოლა კარგი საქმე კი გააკეთა ყალბები ჩამოაშორა მაგრამ ამდენ ღმერთიც მიაყოლა აგნოსტიკოსი საერთოდ უარს ამბობს რამე რო გაიგოს წინასწარ კასტრირებას იკეთებს ერთგვარად საკუთარ თავის კასტრირებას უკვე რო შეუძლებელია ღმერთზე რამე ვიცოდეთ დიახ შეუძლებელია რამე ღმერთზე ვიცოდეთ ეს სწორია დეფინიციაა მაგრამ ამავე დროს იგი სწორია რომ შესაძლებელია ღმერთზე ვიცოდეთ აი ეს უთიეთ გამოიწყე როგორა ნუ ქრისტეში რო ვთქვათ არავის არ უხილავს მამა და ქრისტეში გამოჩნდა მაგრამ არ გვიდა ეს ბუნება დაკვირვება უამრავი რაღაცები რაც მატერიაში გვაქვს ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთან ამოქმედებას გვაცნობს სამყარო ყველაფერს თუ პატიოსანი ხარ შენ ამ ჭიქიდან თუ ხელით თუ მცენარიდან თუ ცხოველიდან თუ ეს ყველაფრიდან შეგიძლია როგორც თვალსაჩინოებებიდან ამაღლდე ამის მიღმა ვინ არის უკვე იმიტომ თუ ამ შედეგს ხედავს და ასე გაოცებს კითხვა მაქვს ბავშვით ხო ბავშვს ახლა ვიღაცამ უჩინმაჩინმა რომ საჩუქრები მოუტაროს ერთხელ მე გაიზრდება და ის იტყვის კი მაგრამ მე საჩუქრები კარგია მე ხარია მაგრამ ვინ მიგზავნის ამ მე მამა მინდა ვნახო აი ეს არის ებრაელობა უკვე აბრაამში რო გაჩნდა წერტილი გულში აბრაამი ხო ურაქალდეს ურაში ცხოვრობდა იქ ერთ აპონცემლო იყო ნიმროდის დრო მოხიბლული იყო ამ მიწით მატერიით ვარსკვლავებით ყველაფრით მაგრამ აბრაამი კითხვას აი ეს ამის მიღმა ვინ არის ის უხილავი რომლისგანაც მე მაქვს ეს ლამაზი სამყარო როცა ნახაც ნახავ ან რაღაცას ხო რაღაც ნიბს პირველი კითხვა რა გაქვს ვაიმე ვინ გააკეთა
ვინ დახატა და მე რო აგიხსნა შენ ახლა ეს თვითონ რაღაცა ხო არა ვინ ამის უკან ვიდგას ნუ თუ ეს სამყარო ასეთი ყველაფრით ერთად რა საუთ კითხვის დასმა და არ ღირს რომ იკითხო ეს ამის სათავე უაზრობა შეიძლება რომ შედეგი ნაკლები იყოს პირველ მიზეზზე შეიძლება რომ რაც დღეს გვაქვს ის როგორც შესაძლებლობა არ იყოს პირველ მიზეზში იმ პირველ წერტილში რაც აფეთქდა რა ჯანდაბა რასაც ამბობენ როგორ შესაძლებლობა თუ არიდო იქ ეს როგორ მივიღე მაოცებ პატარა ბავშვი და ყველა მეცნიერი ამას ამბობს ყველაფერი იწყება გაოცების თუ ეს გაოცების უნდა დაკარგე და ნუ ახლა ლოგიკა ყველაფერი ჩართე მაშინ შეიქცება იტარიელი წამტურიას პატარა ლექსისაც არ ხო ცუდას კაპრიზული ლექსია თურმე ერთმანეთს უახლოვდება შედგენილობით ცრემლი და შარდი გამოიკვლიეს მატერიალისტები რა დაგშა მე ერთ ცისფერიცა რაღაც ელემენტების გამო ჩანს ცისფრად ვარდი იმიტომ არის სურნელოვანი და წითელი იმიტომ რომ ამიტომ ბიოქიმიური აგის სული კი არა ეს არის კუჭნაწავი ქიმი კარგი დავიჯერე ვერ ამივიღე ანალიზში რო გავატარა არაფერი არ შემჩა მე არ მომბო ბრმად იწნო რაღაცა მაგრამ არ შეიძლება ყველაფერში ანალიზი მიიღო რამდენი რამე ახლა სიყვარულს ანალიზს როგორ გავუკეთებ სინდის ბევრი რამე რომელიც ანალიზის მიღმა ალოგიკურია ხელს ვერ კიდებ არ გევეძებ მაგრამ არის სამყარო არ ეძებათ ადამიანებს ფიზიკოსებს უკვე გავიდნენ იმაში ანტინაწილაკში უკვე ვერ ხედა უკვე წმენით მოუქმედებენ ხო დღევანდელი საუბრის ბოლოს მაინც კითხავ რა მოხდა როგორ შემოვიდა რწმენა და ამითი ანუ რა მოხდა შენ ცხოვრებაში ამ დავასრულო დღევანდელი საუბარი ჩვენ მე ვთქვი რომ რაც ბავშვები და მომყובდა ორი ნაკადიმები ერთი მე სიღარიბე ეს ყველაფერი გარეთ რაც არის და მეორე ხის სწრაფვაში არის სიყვარული დიდისკენ ნათლისკენ და როდესაც ეს პიკზე მივიდა ეს ბოლო სიყვარულო მქონდა ამ სიყვარულმა აი ეს ათეისტური ტვინი რომ ყველაფერი იბადება იზრდება კვდება გახადა საკან აი ერთი-ერთზე მე ახლა სხვადასხვა მე რო პატიმრებთან დავდივარ ზუსტად მე მივხვდი რატო დავდიოდი მე ვიყავი მე იმ უვადო პატიმარს ვეუბნები გიორგისთან რომ დავდივარ მე შენზე უფრო უვადო პატიმარი ვარ მეთქი მე განვიცადე ჩემი თავი როგორც სიკვდილი ბიჟილი სიკვდილი ჩემთვის გახდა როგორც სასჯელი როგორც გამოუვალი თუ ტვინი სულტურად დაღდასმული იმიტომ რომ არაფერი არ არის მოკვდები და დამთავრ და ამ დროს არის სიყვარული რომელიც სიცოცხლის შვილია რომის სხვა სამყაროს მაჩვენებს ისე ლამაზია, ისე სასაულია, ყველაფერი რომ ეს რომ მოგიკვდეს ახლა ხო ფიქრობ რომ ეს სიკვდილი დამთავრდება და თვითონ ეს მოვლენა სიკვდილი გახდა ჩემთვის სასჯელი უკვე შეურიგებელი და აი როგორც რატა ბორეც აი რუსები იტყვიან ხო ედინა ბორეც რა აი პირდაპირ სიკვდილის წინაშე დავდექი ერთი-ერთზე და პირდაპირ უსვამ კედელი რატომ არის სიკვდილი ნუ თუ ეს ბოლო მდგომარეობა ნუ თუ გამოსავალი არ არის და ესე კითხვის ნიშნით მქონდა ბოლოს ჩემი ისე დაწერი აგონიამდე მივედი უკვე მეტი არ შემიძლია უკვე აი აქ გასკდა ეს აქ ჩამოიშალა სახარებასთან ანუ მე სიტყვა მიდე როგორ იბადება რწმენა ზუსტად აი მამარდაშვილის იგივე ამბობს როდესაც შენ ეს ყველაფერს ამოწურავ და ამის მერე როცა და მიხვდები რომ ამის იქით არ შეგიძლია მაგრამ ის თითს რო ეძებდი აი მიხვდი რომ უკვე მოტყუვდი ან მოგატყუეს თურმე ბავშვი ტყუილად გამოხვედია დაიჯერეს სიზმრების დაიჯერეს ზღაპრების და ვიღაცა ქირქილებს აი შეხო მოგატყვი და პატარა ბავშვით ხარ დაუცველი აი ხაგენთება და აი მაგალითი მან კრიშნაზე არის რა პატარა ბავშვია და კრიშნა მინდა ინდურად კრიშნა ღვერთია და მშობელი შეჭამა ბავშვმა კრიშნა მინდა საიდან მოუყვანდეს კრიშნა და უჭველი ბავშვი იყო ეს და მშობელი მოდი ახლა ეს ფაფას ხო არ ჭამსო ყვავში ახლა ფაფა არის ბევრი რავდე აი შენი კრიშნამა ფაფას ძირში არის ამას რო შეჭამა ბოლოს კრიშნა დაგხვდება ბავშვია დაიჯერა თელი ეს ერთი ყვავი ფაფას შეჭამა და კრიშნა მართა გამოეცხადა იქ ბავშვის ეს წმენა და გულუბრყობა დააჯინდოვა და მეორე არის კიდე პატარა ჩიტმა ოკეანის ნაპირზე კვერცხები დადო და ეს ოკეანე წამოვიდეს კვერცხები გადაუხმობა ოკეანე და პატარა ეს ჩიტი რა ქნა ზუძდურია უმწეოა ოკეანი წინაში რა ქნა და არა და კვერცხები მისი მომავალია და ემუქრება პატარა ტირილი თუ ოკეანე ჩქარა დამიბრუნე რა ზიმი ახარხარდა ოკეანე დასინა აბა რა იქნება მაგრამ ეს რო დაიგო ვარუნამო რომელსაც ვიშნუ დაყავს თავისი ფრთები დიდი ჩიტი ჩემ დაიკოს ახლა დაუბრუნი ჩიტები კვერცხები თორე მე გადაყლაპავ ვარუნასთვის ეს ერთი ყლუპი იყო უკან და დაუბრუნა იმწოდა ანუ რედი სიტყვა მიდა ახლა ეს იგავები ყველაფერი თუ შენში არის აი როგორც 9 ნეტარებაში ნეტარ არიან სული ღატაკანი ვინე და მათია სასופველიცად ანუ რას იშავს სული ღატაკი ეს პირდაპირ თარგმნა იწერია
ნეტარანის ვისაც ღმერთის ნაკლებობას განიცდიან, როგორც ჟანგბადის ნაკლებობას, როგორც ირემი მიიტვით წყლის ნაკადულებისკენ, ისე მიიტვით ჩემი სული შენკენ უფალო. როგორც დახეთქილი მიწა, როგორც უწყლული ქვეყანა, ისეა ჩემი სული შენ წინაშე. აი როცა ამ წერტილამდე მიხარ, როცა გამოშრები ამ სამყაროსგან და იმიქიცი ვერ გადადიხარ და რჩება ცარიელი წყურვილი და მონატრება. სავსე მონატრება, სავსე წყურვილი ხარ, ამ სისავსეს აღავსებ წმენ. აი იქ გაკრთება წმენა, გაიელვებს, აი იქ მოხდება ჩართვა. სხვანაირად არ არის, როგორც ეს თუ არ არის ბოლომდე გამოშრალი, არაინთება. არაინთება, აი მაგალითად მანქანას რო ქოქავ, იქ თუ სვეჩებს რო ეძახიათ, მაგრამ თუ ის სველია, ის ვერ დაქოქავ, ვერაფერი, უნდა გამოშრეს ის. ანუ მიწა უნდა შეშას, რომ მოიკიდო და გაშეშდეს, ეს ჩვენ რო ვთქვით, გამოშრეს, აი თუ შენი სული იქამდე დაიშაშრა. მთელი სამყარო შენიც რო იყოს, არაფერი არ გინდა, ყვირი დედა მინდა. ვერ ეტევი ამაში და ეს მდგომარეობა თუ რეალიზირდა შენში, იქ ენთება უცილებლად. აი ეს არის მე ისეთი განცდა რო არ მქონოდა წინასწარ. მე ის მენა როგორ შეიძლება შეუმოწმებელი მერწმუნა, კაცო, არაფერი რაღაცა სახარება რომ დედაბრების ღაპარი მეგონა სანამ მივიდოდი. დავცინოდი მთელი 5 წელი წიგნებს, ამხელა წიგნებს სწავლობდი ისტორია, ათეიზმის კათედრაზე სწავლობდი. რომ ეკლესია და მერთი სასაცილოდ მიმაშა, როგორ ვენდე, რა მოხდა ისეთი, რომ ფიც არ ვიღებ. რომლის გამოც 5 წელი ციხე მაქვს, მაწამებე და სიხარულისგან როცა განცხადება დაუწერე, არ მივიღე ფიც მეთქი სიცილი, ექსტაზური სიცილი ამეთქლა და ნატორები ნეტად შევაბიჯებ. საიდან დაიბადა ეს? ნუ თუ მოვტყუდი და მაშინ ყველაფერი ტყუი ყვებლა, ესეც ისიც, ესეც არაფერი არ ყო. ანუ ეს უკვე არის ზომება ლოგიკით. ეს რეალობა, რომელიც შენ იცი და რადგან და სხვა სიმტკისები. ქრისტეს რეუბრებია, შენ მატყუ არ ხარ, შენ თვითონ ამოწევ შენ თავს, იმან უთხრა რა, ჩემს მამა ამოწევს სული და ორის მოწობა უთყუ არ არის, მე მოწობა თავის თავში. ამიტომ მე არ მჭირდება გარედან მოწობა. ეს ისეთი აი ეს არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება თვითონ არის ყოფნა, მასზე ინტერპრეტაცია არ შეიძლება. თუ იქ ვიღაცა არის, რომელიც ჭეშმარიტებას ამოწევს, მაშინ გამოდის შენ უფრო დიდი ყოფილიყარ. და ჭეშმარიტ თვითონ ყოფნა, რომელიც თავის თავში თვითონ არის არსებული. ის როცა მასში ხარი, კითხვა არ არის უკვე ქრება. ახლა ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, თუ ადამიანი, აი ეს არის სიმწიფე, როდის მოგეკიდება ერთმენ ამ თუ კი აი შენ იქამდე მიხვედი რომ ეს ცხოვრება გევიწროება, ეს იგი დაგიდგა შობის ჟამი. თუ შენთვის ყველაფერი არის და არაფერი არ არის, თუ ეს შენ როგორც აი ბავშვი რომ დედას ისაკლისებს, აი ყველაფერი დაუყარო, მაინ დედა უტირს, ასე ფსალმოში წერია, ჩემი სული შენ წინაშე უფალო როგორც პატარა ჩვილი, დედის მკერდს მოწყვეტილი ისე ვარო. ამ სამყაროში ჩარჩენილი ვარ ბავშვი და ვიღაცა რაღა ის წყურია, როგორც დედა წყურია ბავშვს, მაშინ ენთება, როცა მწერვალზეა მისვა. ხდება რაღაცა და ეს შენ იცი მარტო. არაფრის მოწმობა არ ჭირდება, ამის შემოწმებას არ ექვემდებარება. მიდიდაც შეამოწმე ლაბორატორიაში თუ გინდა. როცა გიყვარს, ვის შეუძლიათ არა წესი შენ არ უნდა გიყვარს შენი გულის მოძრაობა და თირკმლები და რაღაცა. თუ არა და რო გიყვარს, თუ ვინ ახლა სხვამ დაგიმოწმოს, ქრისტეც იგივეს ამბობდა. მე იმიტომ კი არ ვიცი ვინ ვარო. რომ იოანემ თქვა რომ მე მესია ვარო, ამიტომ კი არ ვარო მე თვითონ მიმოწმებ, მე თვითონ ვიცი, მე არ მჭირდება. ის იოანე ჩვენ კიდებოდათ, იმიტომ იოანე თქვენთვის ავტორიტეტია. რახან იოანემ თქვა, ჩემს ვერ ეს არის მესია და მას გაღევით, იმიტომ მოდიხართ, რომ მე ეს არ მჭირდება, ჩემი შინაგანი არ საჭიროებს გარეშე მტკიცებულებას. ანუ მე მაქვს სიცოცხლე თავის თავში და მორწმუნეს თავის თავში აქვს მოწმობა. აი რისკენ მივდივართ ჩვენ. ამან ჩვენ ინტუიციის დონეზე ნაკლებობით გზნობთ, უბრალოდ არ ვიცი. მაგრამ ეს ნაკლებობა არის სწორედ ის, რომელიც შენ მიგეზიდება სისხლს. თუ ამ ნაკლებობას გზნობ, ნეტარი ხარ. რატო გეუბნება ნეტარ არის სული დღატაკი, ნეტარ არის მშივრები, ნეტარ არის. რატო? ეს არ გაგაჩერებს, ეს არის უტყუარი გარანტია, ნაკლებობას სანამ არ მიგიყვანს, ბოლომდე არ მოგეშვება. ამიტომ ეჭვი არის შენი პარტნიორი. ეჭვი არსად არ გაგაჩერებ, მიგერეკება სანამ ბოლომდე ეს მოჩენილია შენზე. სანამ არ მიგიყვანს, იქამდე არ მოგეშვება. მადლობა მამაგურა, მადლობა დღევანდელი საუბრისთვის და ამ განცდების გაზიარებისთვის. მადლობა გამჩენს. მადლობა.